მიცემა ძალიან ისეთი საკითხია რთული. გააჩნია რამდენად ფეილი იყო. გოგოს არ უნდა მიცე მე. არც ძმაკაც არ უნდა მიცე მე მგონი რომ იყო რაღაცა მცდელობები ზოგადად ჩვენთან რომ შემოსული იყვნენ მიშელის ვარსკვლავიანი შეფები და გაიკეთებინა სხვადასხვა რესტორანები, ქალაქი იყო ერთ-ერთი რესტორანი. ეგრე არ არის. ძალიან ძვირი არ ძდება რესტორნის გახსნა და ამაზე ძალიან ბევრი დამეჯახება ზუსტად ვიცი. ცოტა სხვანაირად ვარ განწყობილი რა. მეც ეგრე ვარ. ბევრი ხარვეზი და ბევრი ხარვეზი აქვს სერვისში ძირითადად. ეგენი ცოტა სხვა მიმართულებით არიან და რასაც აკეთებენ, კარგს აკეთებენ სხვათა შორის. ხა აი და ვიცი მიზეზი რადგანაც არის ცუდი. აი არ ვიცი. ისინი არ გიჭამია. ეგენი ნახე, კი, ან თელიემები იყო. საღამომშვიდობისა მეგობრებო, ეს გადაცემა TEPSTOK-ია, ახალ გადაცემაში ვუშვებთ, გვექნება საინტერესო თემატიკები, დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ბაღიშვილი, ფუდბლოგერი, გურმანი, მჭამელი ადამიანი, კაი მჭამელი. სმელიც ალბათ ხო საბარო სმელიც კახეთიდან როგორ ხარ პირველ რიგში ძალიან კარგად დღეს ის არის რა ქვია ამას რა ქვია ხოლმე სადებიუტო გადაცემა გვაქვს კი პირველი გამოწყობა იმედია ჩემი არ დაიხურება იმედია ხო იმედია კარგი ფეხი გავს და გავაგზავნებთ კარგად ამისთვის ხო სივრცისთვის რა თქმა უნდა მადლობა Echo Chambers ხო სწორად ამბობ Echo Chambers ხო, იქიდანაც დამეთანხმდნენ ამონაცება და ვისაც გაქვს სურვილი რომ ჩაწეროთ პოდკასტები, მოხვიდეთ და გააზიაროთ თქვენი აზრი, ხედვები, შემოქმედება და ასე შემდეგ, უნდა მოხვიდეთ რა თქმა უნდა აქ და დანარჩენს ბიჭები მოგხედავენ მოკლედ რა. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ამბავს, ჩვენ ვისაუბრებთ და არა მარტო ამ გადაცემაში, ზოგადად ეს იქნება გასტრონომიული გადაცემა, თოქები და ჩავშლით იმ თემატიკას, რაც სიტყვა გვეუბნება, რასაც სიტყვა გვეუბნება რა მოკლედ. საინტერესოდ მოიტანს. ეგეთი ამბავი გვაქვს. ეხლა შენგან რაც მაინტერესებს პირველ რიგში მე მიწერია მონიშნულებას კითხვები. ჯერ ეხლა ახალი ვარ რა, ზოგს უკვე კითხვები ხო იცი ახალს ხომ ჩაბეჭდრე და პირდაპირ უშოს, მაგრამ მე ცოტა ისე ვარ რა. ეგ არაფერი რა, გვეპატიება. მოკლედ მაინტერესებს შენზე ეგეთი რაღაცა როგორ არჩევ ობიექტებს რა, აი როგორ ადგილის არჩევა როგორ ხდება შენი მხრიდან რა რამეს ნახულობ Instagram-ზე პირობით და TikTok-ზე თუ ზოგადად ქალაქში დადიხარ სეინობ და სადღაც კაი საინტერესო ობიექტი შეხვდა და შედიხარ რა როგორ შედიხარ ობიექტზე პირველი შესვლის ეტაპი პირველი ნაბიჯი რა გაქვს ძირითადად არის ხომ რომ სოციალურ მედიას ნახულობ იქ ინტერიერს ნახულობ რაღაცა კერძების ფოტოებს და დაახლოებით წარმოდგენა გექნება რომ ოკეი შეიძლება კარგი იყოს შეიძლება ცუდი იყოს ან რაღაც საშუალო რამე ეგეთი თუმცა ყოფილა ისე რომ I just walking up და დაინახე რაღაც და მოგეწონა და მე ამას მე ალაგებ რომ გადაიღო ვიდეო მაგაცემ. ოკეი. ძირითადად მაინც რამე აქტუალობა თუ გამოუწვევია რომელიმე ობიექტს აი სადაც გაგივლია ესე. ფეხით გავლაზმო საუბარი რომ აი გაიარე შეხედე და რაღაც საინტერესო დაალივერე რა და შეხვედე. ბევრი ყოფილა ეგრე პრინციპში. აი ყველაზე გამორჩეული სამი ტიპი რომელი გექნება და მაგალითად. აი ძირითადად ინტერიერი რაც გარედან მომწონს ხოლმე ღია ფანჯრები თუ არის. აი ბოლო მახსენდება Redisson-ის ახალი ის რა არის Redi. აღმაშენებელზე. გარედან რო გავიარე, ანუ ძალიან მომეწონა და რაღაცა აი მომენტი იყო რადგან სავარჩიეთ დღეს აი და იმედი თუ გახსრუებია მე შიგნით შესვლისთვის. თოლი კითხვა, 1-2 ჯერ კი. მეტია რა? არა. როგორი გამართლებული ადამიანი ყოფილიყო ცხოვრებაში. წინასწარ ნახულობ. საინტერესო. ხო, კიდე ის არის, Google-ის reviews ნახულობ ხოლმე და მაგითაც კარგად ხვდები ხოლმე, რომ აი რა შეიძლება იყოს ხარვეზი ან დადებითი. ეხლა რა მაინტერესებს კიდე? შენი აზრით ზოგადად თბილისი გურმანების ქალაქია? ძალიან. და ყველაზე საინტერესო ობიექტები რა არის და სად არის რა. აი ჩამოტვალთ არ აქვს პრობლემა, არავინ არ გვასწორებს, მაგრამ ეგეც არ არის პრობლემა, შეგიძლიათ გამოუშვათ ნებისმიერ ხალხს. გურმანების ქალაქია, ხო, ქართულ სეგმენტში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღარიბი ქალაქი ვართ, უცხოური საჭმლის მიხედვით რა. აი მაგალითად არ გვაქვს ბევრი მექსიკური რესტორანი, რაც ევროპის ქალაქებში ძალიან ჩვეულებრივი თემაა. მაგრამ ქართულ სეგმენტში, ქართულ ნაწილში იდეალურად აი ძალიან კარგები ვართ მაგაში. აი საუკეთესო აჭარო შეჭამ, ხინკალი გინდა ყველანაირი ნაწილი შეგვიძლია. და რამდენად ფიქრობ, რომ ჩვენი მაცხოვრებელი საზოგადოების ნაწილი მზად არის იმისთვის, რომ თუნდაც ჭამოს არაბული, ჭამოს რაღაცა სპარსული ზოგადად. ისი არის ალბათ გააჩნია ადამიანს, აი მე მაგალითად პირიქით სულ ის მაქვს ხოლმე, რომ რაც არ უნდა არა გემრიელა ჟღერდეს, მაინც გავსინჯავდი. და მე მგონია რომ ხალხი მაინც არის და აი ადრე უფრო შეიძლება ნაკლებად, მაგრამ ახლა ცოტა მიეჩვია რომ
ოკეი, რაღაცა ყოველ პარასკევს უშინა ჭამოს ან ამე ეგეთი. ესე იგი TikTok-ის რაღაც გარკვეული ტრენდულობას თავის აშუება საბოლოო ჯამში და მოთხოვნა ჩდება? დიდი როლი ითამაშა ალბათ ცნობიერების. აი, ხაც იზრდება საბოლოო ჯამში, ხო? ყოველდღიურად. ეხლა რა მეინტერესებს კიდო იაფი და გემრიელი თუ შეგხვედრია რამე რა. ზოგადად ხო არის რომ მე მაგალითად როგორც შეგზარეულს მოდი ჩემ მხარეს გეტყვი. მაქვს ხოლმე ყოველთვის ხაზგასმა ეგეცე რომ თუ გინდა რომ კარგი კერძი ჭამო, უნდა გადაიხო და ძვირი. ძვირი რა ანუ შესაბამისი ფასი ხო? იმიტომ რომ ხარისხს თავისი ფასის მოსდევს. თუმცა არსებობს ალბათ არ ვიცი, იმიტომ რომ მე დიდად მაინდა-მაინც გამოსვლი არ ვარ მაგაში, ესე ვიარო და წინ და უკან რაღაცა არის ობიექტები ვეძებო, მე უფრო იქა ვარ, სადაც ვამზადებ რაღაცას, ან ვაკეთებ, ან მეგობართან სადმე ვარ დაბატიებული და всё, მეტი არა იქით იმის იქით არ ვითარდება ხოლმე და იაფი და გემრიელი ცოტა არ იყოს და მაინც სკეპტიკურად ვარ, მე პირადად განწყობილი ვარ. შენ რამდენად რაღაც მომენტში ისე დაგითხრები მაგაში. მაგრამ ალბათ მაინც მოიძიება რაღაც ადგილები, სადაც ჩიფარი, იაფია, მაგრამ კარგადაც აკეთებენ რაღაცებს რა. თუმცა ეხ შერასაც ამბობ, ანუ იქ კარგი მაღალ ხარისხიანი პროდუქტი რა თქმა უნდა ძვირი ღირს და შესაბამისად რაც უფრო ძვირია, იმის ალბათობა რომ კარგია, ბევრად უფრო მაღალია ვიდრე იაფ სეგმენტში. ესე კონკრეტულად ეხლა რო გითხრა რამე ობიექტი მახსენდება, რომელიც იაფია და ძალიან კარგია, მაგას მოგეტყუებ, მაგრამ სავარაუდოდ კი იქნება რაღაც. მაგრამ იმის მოლოდინი არ გავს, რაღაც ზეიდეალური ხარისხი დაგხვდება, ხო? იქაც ეგეც ხო არის რაღაც. ეგ არის მთავარი ნაწილი ალბათ. ანუ ეს შეგვიძლია რომ გურმანები ვიყოთ, იაფადაც. ანუ ეგეც ხო არის. ნახე, ფადავსი, ბევრს დაინტერესებს დარწმუნებული ვარ რომ იაფად როგორ ვიყო გურმანი რა. აი არის ესე იგი იმდენი ობიექტი თბილისში და ან საქართველოში. რომ ჭამოთ და ვიყოთ გურმანები და თუნდაც ვიდეოები შენსავით გადაიღოს ვინმე ნებისმიერმა და აი ეგეც ისეთი ნაწილია რა. აი რაღაც ხანდახან რომ მგონია ხოლმე რაღაცა ჩემთვის იაფი არის, ვიღაც შეიძლება ძვირი იყოს. ანუ ეგეც რაღაც მომენტში ინდივიდუალურია და აი რა სეგმენტზე გადის ეგ. შენი აზრით personal check-ი რა, აი ადამიანზე რამდენი უნდა იყოს საშუალოდ რო ავიღოთ. მოდი დინერზე? ხო. თუნდაც დავიწყოთ მოდი breakfast-ით, ყველაზე კარგი იქნებოდა. breakfast-ზე რამდენი უნდა იყოს personal check? 15-20 ლარი. 15-20 ლარი. ნუ ლანჩზე სადღაც ლანჩი 30-40 ლარი. მასე საშუალოდ. ოკეი. და ცოტა კერძი გაქვს რაღაცა მომენტია. და საღამოს ნუ საღამოს ალბათ სადილე გამოტოვეთ, მაგრამ აი 50 საშუალო შეგვიძლია ჩავწეროთ ერთ ადამიანზე. ხო, ოკეი. ანუ ამას ვამბობ, საშუალო რო გამოვიყანთ რა ძვირი ინტერნეტს და საშუალოდანაც. ოკეი, მაგრამ რამდენად მჭამელი იქნება მე მაგდენად. ანუ მე რას ვიტყვი, იცი, რამდენად შეძლებს ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში ჭამას, იმიტომ ჩვენთან არის ჯერ ერთი რო არ არის ის კულტურა რომ ყოველდღიურად ჩვენ რაღაც სადღაც წავიდეთ და ვჭამოთ და რასაც მე ვაკვირდები ნელ-ნელა შემოდის ცოტა არ იყოს და გადავდივართ მაგისკენ, მაგრამ ფინანსური მხარე საბოლოო ჯამში ძალიან ბევრს ნიშნავს. რამდენად გაგხსნება ჯიბე, რომ წახვიდე და ჭამო. ის რაც ახლა საშუალოდ დავითვალეთ, სადღაც 200 ლარამდე ისიადის, როგორც არაფერი რა. 200 ლარამდე რა არის? ფლიანობაში მთელი სამჯერადი კვება რო ჩავიტაროთ. კი. მთელი აი პროცესი რო მივიღოთ, რუტინად რო აქციოთ. ხო. ეგ მომენტი ის არის, ანუ რამდენად შემოსავლიანია ის ადამიანი. აი ევროპაში ხო ძირითადად ადამიანები გარეთ ჭამენ, საღამოებით ვახშმობენ. მე ყოველ შემთხვევაში რა გამოცდილებების მქონდა ეგ იყო რომ საღამოთი ლანჩი, სადილი აუცილებლად სადმე რესტორანში ყოფილიყო. მაგრამ საქართველოში ეგ რამდენად არის ხო ეგ არის რომ ფინანსურად რამდენად წოდება ადამიანი ყოველდღიურად გარეჭამას. ყველაზე ძვირიან რესტორანში სად ყოფილიყარ? უნგრეთში რესტორანს ქვია ბაბელი, მიშლენის ვარსკვლავი აქვს და ორ კაცზე გადავიხადეთ თავის ღვინის ნაწილიანად სადაც 800 евро. 800 евро. ოკეი. ძვირია. ძალიან. საკმაოდ, კი, რა თქმა უნდა, თუმცა იმის მოლოდინიც გავს, რომ შედიხარ და იცი რომ რაღაც განსაკუთრებული გაჭანი კურსი და ძალიან საინტერესო იყო. ხო, ნუ აღმოჩენა იყო და გამოცდილებაში ჩაგეთვალა რომ კარგი რაღაც მიიღე. Yes. რამდენად ფიქრობ რომ ეგ გაამართლებს ჩვენთანაც მაგალითად? არა. აი რატო? იმიტომ რომ იყო რაღაცა მცდელობები ზოგადად ჩვენთან რომ შემოსული იყვნენ მიშელის ვარსკვლავიანი შეფები და გაეკეთებინა სხვადასხვა რესტორანები, ნუ ქალაქი იყო ერთ-ერთი რესტორანი, სადაც დევიდ ავენია მახსოვს ჩამოვიდა. მცდელობა იყო იმის რომ personal check-ი მინიმუმ რა 300 ლარს დებოდა, სადღაც 200-დან 300 ლარამდე იყო, თუ სწორად მახსოვს, შეიძლება მეშლება, არ ვიცი.
მაგრამ ნუ იმანა ვერ გაამართლა. თუმცა დღესდღეობით ეხა არიან კიდევ ვიღაცები ჩამოსულები, რომლებიც აკეთებენ, მაინდამაც ეს რაღაცა დიდ ფართო მასშტაბზე არ ჩანან, მაგრამ მუშაობს ჩემდა გასაკვირად რა. იცი რა არის თუ გააკეთებს ადამიანი პატარა რესტორანს, მაქსიმუმ მაგალითად 8 მაგიდით. მაგ შემთხვევაში კი. მაგრამ ცოტა უფრო დიდ იმაზე რა იმუშავა არა, იმიტომ რომ დიდ მასშტაბზე ვერ არის რა. შენ არ გაქვს იმის სურვილი რომ გქონდეს შენი რესტორანი? სიამოვნებით. კი, და რა იმაგრად რა სტილს შეიტანდი, რა კონცეფცია შექმნი? აი მე პირადად ძალიან მიყვარს იტალიური სამზარეულო. და რამე nice dining-ის იტალიურ რესტორანს გავაკეთებდი სიამოვნებით. ანუ თავარი კერძი იქნებოდა ლაზანია და არა პიცა. ჩემთვის ლაზანია არის number 1. დონაციის ლინკი ამონათდება და გიორგი ჩავეწყოთ ახლა იმის რომ შექმნას ის გასწრებულია. არა ის ფინანსური ნაწილი რო არის რომ ძალიან ძვირი ჯდება რესტორნის გახსნა, მაგიტომ ვერ ჯერ. ეგრე არ არის. ძალიან ძვირი არ ჯდება რესტორნის გახსნა და ამაზე ძალიან ბევრი დამეჯახება ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ ბევრს აშინებენ შეფ რესტორატორები, ჩემი პროფესიის ადამიანები, კოლეგები, მე არ ვარ ეგეთი ადამიანი და არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემს აზრზე დგას. გააჩნია რა გვინდა? რა არგუმენტი? როგორ? ანუ არგუმენტები რო თქვა რომ აი რატო ახდება ძვირი. კი. გააჩნია რა გინდა? რა ფართის მოცემულობაში გინდა? რა ლოკაციაზე გინდა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს საწყისიდან რო ვიწყებთ მაგას, ხო? მაგალითად ავიღოთ ის რომ ჩვენ თუ გვინდა რესტორანი პირობითად რუსთაველზე სიტყვაზე ვამბობ რა. რუსთაველზე ჩვენ უკვე იმის მოლოდინი გვაქვს რომ იქ ძალიან ძვირია. ხო, იგივე ეს რეინტარული ხადო და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ჩვენ გავთვლით იმას, რომ ცოტა ქალაქიდან მოშორებით იყოს, სიმშვიდე იყოს, სისხლარე იყოს და ამის ხარჯზე საბოლოო ჯამში მოვიზიდავთ მე უკვე ჩვენს მომხმარებელს, მათ ხვდებით იმას, რომ შესაბამისად ის ფასიც იწევს, ხო დაბლა ფართის ფასი. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო წავიდეთ მაგალითად აულაბრის ტერიტორიაზე და აულაბრის ტერიტორია ავიღოთ, რომელიც საკმაოდ კარგი ადგილია, იმიტომ რომ ასე თუ ისე ძველ თბილისს უყურებს, გადაყურებს, ხედებს და ასე შემდეგ. თუ ღირს პირობითად $1800 ფართი, სადღაც თბილისის ცენტრში სიტყვაზე ვამბობ რა, დაახლოებით. ხო, ნუ $2000 თქვათ. იქ ღირს $1000. ანუ განახევრებული არის. უკვე შენ ფასი რა ლოკაცია რამდენად კარგი არის მაგ. შეიძლება ცუდ ლოკაციაზე გააკეთო კარგი რესტორანი, დაგიჟდეს ნაკლები ხარჯი, კაციო ნაკლები ხარჯი რესტორანზე. შეიძლება კაფე იყოს, ამჟამად კვების ობიექტზე, მოკლედ სასურველ კვების ობიექტზე რა. და მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც აქვს თუნდაც სხვა პრემიუმ კლასის რესტორანს. და ეხლა რატო საუბრობდი მაგას რა, იმიტომ რომ კამერებს მიღმა თქვი სხვათა შორის შენ რომ მცხეთის სალობი ერთ-ერთი კარგი кейსია იმისა, რომ ის ამართლებს თავის მარტო თბილისიდან დადიან. კი ბატონო, და სულ ყოველდღე მუშაობს და სავსეა რა, შორს არის. მათ შორის არსებობს კიდე ნატახტაში რამოდენიმე ისეთი კვების ობიექტი, სადაც სიამოვნებით მეც ეხლა ამ წუთას გავიქცეოდი და ჩავიდოდი და შევჭამდი, იმიტომ რომ გემრიელი, კარგი გარემოა, კარგი კერძები, კარგი ხალხი და ასე შემდეგ რა. ხო, ნახე მაგნეცში დაგინახები. და ხო, ბოდიში. ინვენტარსაც შეეხება, აი რაშიც ხარჯი ყველაზე დიდი მიდის ხოლმე, ხო? მან შეიძლება რომ ნახე დაზოგო მაგიდეს კამებში თანხა ყველა ვარიანტში რა, უნდა იყიდო რაღაცა მეორადი. ხო, ძველი ვინტაჟური და ასე შემდეგ რა. ჩაუჭდე მაიმარკეტს. ხო, ეგეც ძალიან მშობლიური და მიღებული წესიც არის, განახლებად შეგიძლია მაგ ყველაფრის შენივე ხელით შეგიძლია გააკეთო, თუ არ თაკილობ ხა ეგეთ რაღაცას და მეორე არის უკვე შიგნის სამზარეულოში რა. სამზარეულოშიც ასევე დახმაციურები არსებობს, მაგიდამაციურებია, ღუმელებია და გასქურებია. ხო, რომელიც მეორადაც შეგიძლია ისე შეიძინო და ხარჯი გაანახე რომ როგორც მინიმუმ თავისთავად შენ აღარ გჭირდება 100 და 200.000 და შეგიძლია რომ პირობითად 20 და $30,000 გააკეთო კვების ობიექტი. ოკეი, ესე შენ ფიქრობ რომ რეინჯი არის 20-30,000. ნუ აი კვების ობიექტსაც დავარქმევ რა, კაფესთვის 20-30,000 სრულიად საკმარისია თუ გონივრულად მოიხმარ ამ თანხას. ფული ხომ ასატანია, ეგ არის თავი. ახლა მუშაობს, სხვანაირად არ გამოდის. ეგ არის ამბავი. ხო და ეხლა შემდეგ კითხვაზე გადავა, რაც მე ნახე ესეთ რაღაცას მონიშნულ და უკვე თან შევეხეთ ამ ამბავს რა. ინტერიერი, ატმოსფერო და ის სურნელება რა. როგორ მოქმედებს გემოვნებაზე ზოგადად და გემოზე და იმ განწყობაზე საბოლოო ჯამში, რა განწყობითაც მე უშუალოდ მიირთმევ კერძს რა. აი მაინტერესებს შენ. აი ჩემთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. ანუ ადგილს თუ აქვს ის თავისი ესთეტიკა, რეალურად შენი ის მთელი დინერის ნაწილიც ბევრად უფრო საინტერესოდ მიდის. აი თუნდაც აი სურნელობა ახსენე, ანუ
თუ კარგი გამწვევის სისტემა არ აქვს ეს სამზარეულო სუნი რო გამოდის, აი მან მეკარგება ხოლმე ალბათ თითქმის მთელი შთაბეჭდილება რაც კი შეიძლება მქონდეს. მაგრამ მეორე შემთხვევაში სამზარეულო სუნი რაღაცას ხო აღძრავს. ნუ გაჩნია ეგ მომენტია, მაგრამ მაინც არ არის ხომ სასურველი. აი რომელია სასურველი და რომელი არა, სუნიდან გამომდინარე რომ წავიდეთ რა. მაგალითად ბარათაშვილზე რა ჩავალთ. მათ ხო არის ეს ტრდენიგების რაღაც ადგილი. მათ ხო გამოდის გარიჩინის სუნი, ეგ არის კარგი. ხო, აი მაგაზე რესტორანში რა ხარ და რაღაც ხაშის სუნი გამოდის იქიდან, შეიძლება რაღაც მომენტში არ გაგისწორდეს რა, ეგ მომენტი არის. ეგ არის კი ბატონო. ანუ მოკლედ ასწორებს გარიჩინის სუნი, ხორცის სუნი ასწორებს რო იწובה. კიდე რა ასწორებს? აი ხარშვის პროცესის სუნი ვაფშე ასწორებს, ეგ მომენტია რა. ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ეგ მომენტი, კიდე აკუსტიკა. აი დიდ დარბაზებში აი ეს რაღაცა ეს ჯახაჯუხის ხმები არის ხომ ძალიან ცუდი. და ბოლოს გავიხსენებ ეგეთი თელავში ზოდიაქოს ახალი ლოკაციაზე გადავიდნენ, მოპირდაპირე მხარეს და ძალიან ცუდი ექო აქვთ რა, ანუ ესე რომ ყველას ხმა გესმის და რაღაცა და ხმაური შემოდის ხო და რაღაც მომენტში იღრლები რა ამ ყველაფრით და შეიძლება მუსიკაც ხო მეორე კიდე ერთი ფაქტორია. მუსიკა არის კი ძალიან ისეთი არ უნდა იყოს ანხმა, მაგრამ ისე რომ აი ლაპარაკში რო არ შეგეჩალოს ხელი ეგ მგონია და ნუ გაჩნი ხა ადგილს პლეილისტიც შესაბამისი უნდა იყოს. ხო, ნუ აი ქართულ რესტორანში, ქართულ ბისტროში მაგალითად რა უნდა იყოს პლეილისტში, რა უნდა იყოს რა მიმდინარეობას აი აშმიშები მე მაგალითად მაინც არ მომწონს ხოლმე რა მიუხედავად იმისა. მაგრამ რაღაც მომენტში რატო ასოცირდება ხოლმე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება რამე კოზი ქართული საინტერესო რაღაცებიც შეარჩიო. ხო, შეიძლება რაღაც აკუსტიკასაც გაყვე ხო რაღაც მომენტში რა პროექტიდან გამომდინარე და რაღაც მაგრამ ანდაც იმდენ გადასახადი იწევს მე ხო იმაზე საავტორო პრობლემებზე კი მაგრამ ეგეც აუცილებელია რა რამდენად იხდის ხალხი მაგაში ფულს მე რაც ვიცი იხდის მაგრამ ახამდე ბევრი არ იხდიდა სხვათა შორის და მე უკვე დაჯერიმები რომ დაიწყეს და მიხვდნენ რომ არ არის რამდენია ჯარიმა არ მახსოვს. მე მგონი 500 იყო და ეხლა რაღაცა გაიზარდა. აზია რა ვარ. ეხლა შეხება არ მქონია ეგეთ ხალხთან ვიც არის ხდის მნიშვნელოვანია რა, საინტერესო და სწორად იყოს შერჩეული. ნუ გაჩნია ხა. ანუ საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი შენ განწყობას გიქმნის იმისას, რომ ხარ კარგი გარემოში და ეხლა რა სად წავიყვან კითხვას ნახე. გამოვიდა კერძი, რაღაც კერძი მოგეწონა პირობითად, არ წვადი სიტყვაზე ვამბობ რა. და ხარ შენთვის იდეალურ გარემოში ხარ. და მოვიდა, ნუ აი ისე რა მწვადი რა. ოკეი. ეგ გარემო, ეგ ყველაფერი თუ გიფარავს საბოლოო ჯამში იმ ისე რა კერძს რა. არა. ანუ ცუდი კერძია. ხო, ანუ ვერ შეცვლის მაგას კარგი მომსახურება და თუ დაკვირვები ხარ, რომ ბევრი არის რა, ვინც ამბობს ქალაქში, სამეგობროშიც გვიყოლება 1-2 ადამიანი მინიმუმ, რომ აი იქ იმდენად კარგი გარემოა, რომ მარტო მაგიტო მივდივარ და მაინც ჭამს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი არის რა. აი მაგასთან დამოკიდებულება შეიძლება. ალბათ მე მგონია, რომ ეგ ადამიანს ჭამა არ უყვარს. ან პირჩი გემო არა უბრალოდ. იმიტომ რომ კარგ საჭმელს ვერ გადაპარავს, ვერც გარემო და ვერაფერი. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. მაშინ სულ გარემოში კარგი კერძი მოსულა. სულ გარემოში კარგი კერძი კი, რამდენიც გინდენია. ეგ კი. ძალიან ბევრია, სამწუხაროდ. და ყველაზე მეტად მე მაკლია ხოლმე ნახე, კარგი კერძი კარგი არის რა, მე ცუდი სასმელია, ან ცუდი მომსახურება. ხო, აი რაღაც ძალიან საქართველოში ან კარგი მომსახურებაა და ცუდი საჭმელია. აი მომსახურება არის ძალიან ცუდი საქართველოში. აი როგორ არის ბევრი ქვეყანაში არის მგზავრია, მაგრამ აი რამდენიც მიმოგზავრია, ესეთი მომსახურება ჩვენ გვაქვს, არცად არ მინახავს. აი 10-დან 1-ს დაუწევ თუ რაღაც, იმიტომ რომ არ ვიცი რა თქმა უნდა. ეგრე ძალიან არ მომწონს. აი არ ვიტყვი რაღაც რესტორანს, კარგ ძვირიან რესტორანში ძალიან ცუდი მომსახურება. მინახავს და რაღაც მომენტში მაგის ფერი აღარ მისულვარ იქ. შენ ეს რა არის მაგის გამომწვევი მიზეზი? ზოგადად სიღრმისეულად საზოგადოებრივი რაღაც კომპლექსები, არ ვიცი. კომპლექსი იმის, რომ მოვიდა სტუმარი და გაუღიმო, ანუ მითხება. იცი რა არის? მარტო გაღიმება არ არის, ანუ იქ რეალურად რაღაც შემოგთავაზოს, თუნდაც მაგალითად რაღაც კერძზე, რომ სასმელი შემოგთავაზოს და შეგირჩიოს, რასაც არ აკეთებენ არასდროს. მარტო გაღიმებაც არ არის და უყურადღებობა. აი რო ეუბნები რა, რაღაც 5 კერძი მაქვს და მოდი ეს დაშორებით მომიტანე და ერთად მოგმერე რეალურად, ეგეც ის არის რა, ანუ
რეალურად მოყვებოდეს მიმტანი ყველანაირად უნდა იყოს შენზე მორგებული ეგრე მგონია. მე რაც მოქმედებს ხოლმე ტიპსეც რა, ანუ თუ კარგი მოსახურება, ტიპს უფრო იმაზე მაღალსტოებ, ვიდრე საშუალოდ. მე მგონია რომ მიმტანები უმეტესობა ყველაზე არ მოსაუბარი რა თქმა უნდა ეხა 1-2 ვეჭველი იქნება და მეც ვიცი დაჟე რამოდენიმე რომელსაც ძალიან უყვარს თავის პროფესია და თავის საქმე და ამას პროფესიონალურ დონეზე ეკიდება. თუმცა მგონია რომ სერიოზულად არ აღიქვამენ რა თავიანთ პროფესიას თვითონ უშუალოდ ის ადამიანები რომლებიც მუშაობენ და რატო ეხა გეტყვი მე ჩემი გამოსლებიდან გეტყვი რა რადგან დროებით სამსახურია. დროებით ეკიდებიან, ხო, დროებით სამსახურია და აი რაღაცა სტუდენტები არიან ძირითადად, რომლებიც რა ვიცი, ეხა მე აქ სუაკი არ ვიმუშავებ და რაღაცა ეს დამოკიდებულებაა და რეალურად იმას ვერ აცნობიერებენ, რომ იქ მუშაობით უდიდეს გამოსლებას, ცხოვრებისეულ გამოსლებას იღებენ. ძალიან ბევრ ადამიანთან კომუნიკაციის შესვლით ძალიან დიდ რაღაცას იღებ კიდე რა, ცოდნას, ხო, ერუდიციას და ვითარდები და ყველაზე მეტად იმას კიდე ვერ ხვდებიან, რომ ამ მიმტანობიდან ეგრეთ წოდებული მიმტანობიდან, ხო, მომსახურების რაღაც პოზიციიდან განვითარება შეუძლიათ მენეჯმენტის სფეროში. ყველაზე მარტივად შეუძლიათ, რომ თუნდაც სასტუმრო რესტორნის მიმართულებით თავიდან და სადღაც კი, საკმაოდ მაღალი შემოსავალი თუ კარგი მენეჯერი ხარ. ამას ვერ ხვდებიან რა, მაგრამ მთავარი პრობლემა მე მგონია, რომ ამას არავინ არ უხსნის. და ვერ უხსნის. ეგეც არის, იმიტომ რომ ნახე რეალურად, როდესაც რესტორანში მიდიან ეს ახალი თანამშრომლები მათ არც ატრენინგებენ ხოლმე ეგ არის მომენტი. აი შეიძლება რესტორანი იხსნება თავიდან ატრენინგებენ, მაგრამ მე ეს ყოველთვის იცვლება სტაფი. შესაბამისად ის რაღაც რაც თავიდან იყო, არ გადადის შემდეგ სხვა თანამშრომლებზე. ეგ მომენტიც არის, რაც მგონია, რომ დიდი პრობლემა არის. და მეორე მხრივ სოციუმი კლიანობაში, იმიტომ რომ სოციუმი კიდე დამოკიდებულებაც ძალიან ცუდი. ხო, აი მიმტანების მიმართ დამოკიდებულება ცოტა ისეთი არის. ცუდი. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს შეიცვალა და აღარ არის ისე სხვა აზრობრივი დამოკიდებულება არის ამაგეროთ, რომ ვერბალურად გამოხატავენ იმას, რომ რაღაცნაირად ამცირებენ თითქოს იმ ადამიანს, რომ მუშაობს და ბევრისგან მომისმენია სამწუხაროდ და ძალიან ცუდი არის ეგ დამოკიდებულება. მათ შორის მზარეულები რა მარტო ის არ არის რომ იმტანდა. ამ სფეროში მომუშავე და დაბალ დონედ აღიქვავენ. ალ რეალურად თავარი ჯაჭვი არის. და ძალიან დიდი ხელოვნება არის მომხურებელსა და სამზარეულს შორის. კი ბატონო და ურთიერთობის ხელოვნებას ვარქმევ მე მაგ ყველაფერს. და ამ ბევრს ნიშნავს და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ჩვენი საუბრს მე თქვენს გარშემო ადამიანებს ეგრე არ მოექცევ და ტიპიც ხა უნდა დაუტოვოთ. ეგ კულტურაც კიდე ესეთია რა. ვერადო ვერ წამოვიდა, მაგრამ ჩვენთან კიდე ნახე მე აღნიშნავ ამას და რამდენად დამეთახმე მე შემითხარი. არაკომფორტული არის მაგალითად ის, როდესაც მოდის ბარათით გადასახდელად და გეუბნება რომ აი ახალი მეთოდი ხო არის, აი რამდენს დამიტოვებ ტიპს. რამდენი ავკრიფო? ანუ ეგ ცოტა ისე უნდა იყოს. მე ვფიქრობ მიდგომა არის შესასვლელი მანდაც, რომ აი ბოლო-ბოლო დაგიტოვოს რა ტიპისთვის და დაადო და დააჭირო და მე გაუშვა რა. ძალიან არაკომფორტულია ხომ და აი მე რო ვეუბნები რომ მაგალითად 20% რაღაც მომენტში ვერ ფიქრობს ხოლმე რა. უცბად ვერ იაზრებენ და მგონია რომ ეგ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება რომ დაგიტოვოს და შეიტოვოს. 20%. კი. 20% საშუალო. ნუ გააჩნიათ თუ დიმოსახლება ხან საერთოდ ხოლმე ეგეც თუ არის. ოკეი. მაგრამ ნახე აი ეს განსხვავება მაგალითად ამერიკაში როგორც არის რომ სავალდებულოა ტიპი და თუ არ დატოვ შეიძლება რომ პრობლემა შეიქმნას ეგ ძალიან არ მომწონს. მაგრამ საჭიროა მაინც, იმიტომ რომ რეალურად დანაზღაურება დაბალი აქვს მიმტანებს. ძალიან დაბალი. ტიპზე არიან დამოკიდებულები და იქ ხალხმა არის და კიდე ის რაც წერია ხოლმე საშემოსავლო თუ რაღაც მომსახურების ეგ საერთოდ არ ეკუთვნით ხალხო მიმტანებს, ეგ არის უბრალოდ რესტორნის ხარჯი. That's all. შენ გიმუშავე საერთოდ მიმტანებს ხო? გამოსწრილი ხარ. იქ ხო ძალიან ესეთი პრობლემა. სამწუხარო რეალობა ეგ არის, რომ ის 18% ზოგს 10 ზოგს 13 ზოგს რა ვიცი 30 და ასე შემდეგ არც ერთი თეთრი არ მიდის მომსახურე პერსონალის ჯიბეში, არა ისახება არანაირად მასე და იქიდან ნახევარსაც არავინ არ უხდის რა ეგა პრობლემა. რომელი მომსახურების პროცენტი არის, ეგ მართლა საინტერესოა რა. ანუ ის რომ რესტორანი გემსახურება და შუქს კინთებს, თუ მაგიდაზე თებს კიდებს. ეგ ტექნიკური ნაწილი არის იდეაში. ცოტა ტეხავს რა. მაგრამ მე როგორც მახსოვს მაგაზე იყო ახალი რეგულაცია, რომ უნდა შესულიყო მთლიანი ხარჯი კერძებში. ეგ მახსოვს, რომ ეს უნდა გამოქვეყნებულიყო. მაინც ხდება ხოლმე ეს დაბლა წარწერა. ფოტოშოპის ხო მეც გავიგე გამბავ თავის დროზე, მაგრამ იმის მერე არაფერი აღარ მსმენია მაგაზე და სავარაუდოდ ეგეც მიიჭკმალა და აღარ არსებობს რა. ეგეც ერთ-ერთი პრობლემის ხარი შეიძლება იყოს მაგ ამბავში რა.
მოდი გადავიდეთ გემოებზე, ცოტა გავხსნეთ, თორე ეხლა ძალიან თუ ჩავაჭირეთ, მან ისეთებს ჩავაჭერო, ვეღარ გავჩერდებით და სხვათა შორის ჩასაჭერიც არის რაღაც მომენტში და მაგასაც ალბათ მე ეტაპობრივად ვიზამთ ამ გადაცემის ფორმატში და არაერთხელ მოგიწევ კიდე რომ უფრო მეტად პროფიად და სიღრმისეულად ვისაუბროთ თემებზე. თბილისური გემო რა არის შენთვის და სად შეიძლება ვიპოვოთ თბილისური გემო? თბილისური გემო. ალბათ თბილისური გემოს პოვნა შეიძლება რაღაცა დუქნებში, რაღაცა იგივე მომენტში მგონია. აი რაღაც ძალიან უცბად რომ მოდის რაღაცეები და ეგეთი მომენტი რომ აი რაღაცა ეგრე მგონია. რა უნდა შედიოდეს იმ თბილისური მუღამში რა უნდა შედიოდეს რა. აი პირველი რაც მახსენდება ხოლმე. ძალიან შორს არის ცოტა დუქნისგან, მაგრამ ფუნიკული ორის პონჩიკი. რაც მოჭკონი არის სიმბოლო არის თბილისის. მე გეთახმება მაგაში. ლაღიძის წყლები კიდე. და ეს კი აღარ არის აი რაღაცა გონია რა ეგ თბილისის გემო რა. ხო, ეგ ხო, კი რაღაც პონჩი არის ეგრეც და აი ცოტა დუქნისკენ რო წავიდეთ, ალბათ ის ხინკალი მივხვდეთ იმისა, რომ საერთოდ არაფერ შუაში არაა თბილისთან, იმანას თავისი ადგილი დაიმკვიდრა საბოლოო ჯამში. და თბილისური გემო ჩემი აზრით ალბათ ეხა უკვე ჩემაზე გადავდივარ. იქნებოდა მასე ნახალოკაში არის ეგეთი ადგილი, კუბოები ქვია რა. კუბოები? ხო. სასოსისე რო არის რა. კი, როგორ არ ვიცი. აი სოსისი, კაცუნა სოსისი. სულ მინდა რომ მივიდე და ვერ მოვაიღე ვერასდროს და. მე ვიყავი და რამდენი სამჯერ ვიყავი და ძალიან მაგრა გამისწორდა. ხო. და პერსონაჟი კი არ გაინტერესებს? აი 20 ლარზე მეტი ვერ დავხარჯე. ერთ კაცზე. ხო. და რაღაც მასას მან რაღაც ის მომენტი აქვს რომ გეკითხება რამდენი ხართ თუ რაღაც და გეკითხება სოსებს რაოდენობას. ხო, მან აუცილებლად წავიდე. თეთრი ხალათი რო აცვია, რაღაც სვანერად გაგზნობინებს თავს. ვიდეო ვინანახინო TikTok-ში. ძველ თბილისში ვარდები პირდაპირ და გინდა რომ რაღაც ჟიგულს ან ნოლაძინს მოვაჯდე და იგაზაო. კიდე აი სანაპიროზე რო არის ლუდის სახლი, მეგონი არ არის ძველი რაც იყო, მაგრამ მან და საერთოდ ეგეთი ტრადიცია იყო ლუდის დალევის და სოსისების ჯამის. ხო, მაგრამ თბილისში გემოები არ გვიჭირს და თბილისში გემოები არ გვიჭირს. ზოგადად საქართველოში რამდენად აი ხა ჩვენ Kitchen Bros-ის ამბავში რასაც გასტრონომიულ პროექტებს ვაკეთებდით, დავდიოდით ამ ტურებში და ძალიან ბევრი საინტერესო კვების ობიექტი აღმოვაჩინეთ, რომელიც საქართველოში ბევრმა არ იცის და ძალიან მიტყდება რაღაც პონჩი რა, რომ რატო არ იცი, იმიტომ რომ უნდა იცოდე. და ბევრი ისეთი ზედმეტად overrated ობიექტი არსებობს თბილისში, რომლის შესაბამისადაც მამეთ იქ რო არ წახვიდე, უნდა წაი ქუთაისში უნდა წახვიდე დებში მაგალითად, ხო, Sisters-ში რო არის. მე პირადად ჩემთვის მაინტერესებს ეგ. მე გადავალთ მაგამბოზეც მეკითხავ აუცილებლად მაგას, მაგრამ ჩემთვის ტოპ აი პირველია რა. Number 1 არის ეგ რესტორანი მთლიანად საქართველოში. რა მოგეწონა რა. პირველი კონცეფცია მომსახურება მომეწონა. აი მეც ყოველთვის ხო სუის განსდამოს ხოლმე რომ მომსახურება არასდროს არ მაკმაყოფილებს არსად რა. მიუხედავად იმისა, რომ აი მე ხო ჩემ რესტორნებს ვქმნი და ვაკეთებ ხო რაღაცეებს მენიუებს ვქმნი კონცეფციაზე ვმუშაობ ასე შემდეგ ვატრენინგებ მომხალს. მაინც მაკლია რაღაცა იმათგანაც. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს შრომებს ვდებ მაგ ყველაფერში. უბრალოდ ალბათ ესეც ის მომენტია რომ ადამიანში უნდა იდოს რა. რაღაცა ის ელემენტი აუცილებელი არის, რომელსაც შენ ვერ ჩავოდებ თვითონ თუ არა აქვს რა. და აი ამ ქუთაისურ გარემოში ეგ იყო რომ ყველას აქვს. და ეგრევე ღიმილით რო გეგებება და ამ ღიმილში ყველაფერს გიყვება რა და ყველაფერს გესაუბრება თავისი თვალებით და რამხელა დატოვა შენი ჭირიმეთი რა. რამხელა დაბეჭდილება დატოვა შენ კარგმა. ძალიან ეგეთი არ მართლა საქართველოში არსად არ მინახავს და შეიძლება სხვაგანაც არის, არ ვიცი, სადაც არ მისულვარ ჯერ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რასაც ხედავდი ჩემი თვალით იმას ვამბობ და მე უკვე კერძები რა. ხო, აი რა იყო კერძების ნაწილი. ლეჩხუმური გობი იყო, რომელიც ძალიან მომეწონა, თავისი ლეჩხუმის ლორით და მთელი ამბებით და იმერული გობი რა თქმა უნდა, რომელიც ესეთი იყო რა, გემრიელი და მათი ღვინო თვითონ თავიანთი ციცხეცოლიკაური იყო თუ სწორად მახსოვს. შვენიერი კომბინაცია. საოცარი რა. პირდაპირ მნიშვნელობით ხვდებოდი სად იყავი, რატო იყავი, ისთვის იყავი და ამას რავი, ირგებდი ბოლომდე. თავისი გარემოთი დიზაინით ყველა შეაუცილებლად ეგ მონიშნულიც მაქვს და ეგ ყოვლის იმაში. და მუსიკა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. როგორი მუსიკა იყო? საოცარი რა. დღემდე შერჩეული ყველაფერი. ქუთაისური ბენდი, აი ქუთაისური ბენდი, ქუთაისური ჯიგარით და არის მიყვარხართ მაგრად გაფასებთ და ეგრე გავაგზავნეთ. ძალიან დიდი რაღაც დაკვრა რა. არ შეფიქრებო ერთ-ერთი საუკეთესო არის საქართველოში.
number 1-ია ჩემთვის პირდაპირ მნიშვნელობით რა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაგარი რესტორნები შეიძლება არსებობდეს და არის კიდეც რაღაცეები, იმათ ყოველთვის სადღაც რაღაც ერთი მინუსი აქვს. ამათ ვერ უპოვი მინუსი რა. აი ვერანაირი მინუსი ვერ უპოვი. ოკეი, მშვენიერი. ტუალეტთან რიგიც კი არ ქონიათ ხო, წარმოვიდგინე. ოღონდ რაღაც ყველაფერი სწორად გაწყვეტ. საუზე რესტორანში ტუალეტთან რიგი არ იყო რა. ეგეთ რამეს რა ვსწავლობთ როგორ შექმნეს ეს idеალური მე რაც იქ დავინახე, გავიცანი კიდეს თვითონ უშუალოდ მფლობელი მარიკაც და ვისაუბრეთ და სიტყვები გავცვალთ, გამოცვალთ აზრების და ასე შემდეგ მივხვდი, რომ თითოეულ იქ ყოფ მომუშავეს წევრს, აი იმ გუნდის წევრს ესე უფრო სწორი იქნება რა თქვა, უყვარს ის, რასაც აკეთებს. ბოლომდე უყვარს რა და ეს არ არის შეფარვითი სიყვარული, რომ აი მე ხა ცოტა ხანი მიყვარს და მე აღარ მიყვარს რა. ანუ აი ბოლომდე არის კარგი ისაა ერთმანეთში ახმებულად. ძალიან მეგობრულები არიან. და მე რაც ხშირად ხვდება ხოლმე სამწუხაროდ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ეს შპილკაობები რო აქვთ ხოლმე და ასე შემდეგ რაც ფარდის მიღმა რჩება და ბევრი ვერ იგებს ეს არ არის რა ანუ არ შემიმჩნევია ეგრევე ხვდები ხოლმე ვინ ვისთანაა და როგორ არის და აქ ყველა ერთად ნიშნულოვანი არის ძალიან სტაფ შორის კარგი ურთიერთობა თორე ხანდახან რაღაც მოქმედებს ხოლმე და იმაზე სტუმრებზე და შენც ამჩნევ ხო მაგდროს კი ერთმანეთთან რომ ესა გადაწახი და რომ მაქვს ეს გამოცდილება მინდანობის მაგიტო სულ ამღამ ხოლმე რა ხდება ეხლა ესეთი პერსონალური კითხვა მინდა დაგისვა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში შენი TikTok ვიდეოებიდან გამომდინარე გულისხმობ რა თქმა უნდა როდესაც ნუ აი ამ 100.000-ს გადაცდი რა. აი რა იყო, ცვლილებას რას ხედავ? თუნდაც იმ ობიექტებზე სადაც მიდიხარ ეხა და სინჯავ და რაღაცა აზრს გამოთქვამ რა. დამოკიდებულებაში თუ რამე შეიცვალა პირველ რიგში. დამოკიდებულებაში კი, ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ მიდიოარ ხოლმე just საჭმელად. ეს მიმტანათა მაგ ხოლმე რაღაც კომუნიკაცია. ალბათ შეიძლება თქვა რომ უფრო კარგად მეპყრობიან, რაღაც ეგრე ყურადღებიანად. ძირითადად შემთხვევაში ეგრე ხდება. სხვა რა შეიცვალა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც გავსინჯე, განსაკუთრებით აი ქართულ სეგმენტში, აი რაღაც სამცხე ჯავახეთში მოგზაურე და იქ აღმოაჩინე თურმე სულ სხვა გემოები და სხვა რაღაცები არის. რეალურად აი ეს არომატების ნაწილი ძალიან შემეცვალა და მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია საჭმლის გამო. მესხეში რა მოგეწონა სამცხე ჯავახეთში? მესხეში მომეწონა ყველაფერი, ლოგოკინებიდან დაწყებული, მესხური, ქადით, ხაჭაპურით, აპოხტით, ყველაფერი. აი რაიმე კერძი არ იყო, რაც არ მომეწონა. ფენოვანი ხაჭაპური ხალხმა არ იცის რომ მესხური ხაჭაპური რა. ამიტომ ეგრე იცოდეთ. მიყვარს ძალიან. კოკა-კოლასთან არ აქვს შუაში არ არის, საერთოდ. მესხები ძველად აკეთებდნენ კონვერტისებურ ხაჭაპურს ფენოვანს. იდეალური. მესხური სამზაური შემცვას ერთ-ერთი ფავორიტი და საყვარელი სამზაური. გამორჩეული და საინტერესო არის. აი ეგრე დავახასიათებდი ქართულ მხარეს. ეხლა ვიწყებთ დავაანონსებ აქედანვე ახალ პროექტს, ამის გარდა კიდევ ერთ პროექტს ვიწყებ, სადაც უშუალოდ მე დავიწყებ მომზადებას ჩვენს Kitchen Bros-ის random გამომწერებთან ერთად. გარკვეული ქვიზების საშუალებით ავარჩევთ ერთ ყოველ გადაცემაში სხვადასხვა გამომწერი იქნება, რომელიც ნუ სწორპასუხს გაცემს იმ ქვიზს არ მარტივად რა. და მომამზადებ სხვადასხვა სტუმრებისთვის რა, მათ შორის შეიძლება შენც იყო ძალიან მალე დეგუსტატორის ზემონებით ამპლუაში და გასინჯო ჩემი მომზადებული კერძები და იქნება ქართული რეგიონალური კერძები სხვადასხვა მიმართულების და ეხლა რასაც ვიღებთ რამოდენიმე დღეში აქედან იქნება პირველი იქნება ხო მესხური კერძი იქნება ერთ-ერთი რომელსაც მომამზადებ მე არ გვასახელებთ ხო არაფერს არ ვეთქვი მაგას მე ნახავთ საინტერესო ჭღერს მოდი გადავიდეთ მაშინ ამ კონცეპტუალურ რესტორნებზე და ეს ნოვატორი შეფები რო არიან და fine dining და fusion-ები და მთელი ამ ეს მოდერნიზაცია რო უყვარს ხო ეხლა მეც მიყვარს მე შეფი ვარ და ჩემთვის ეგ რაღაც განვითარებისა და გასაქანის ის არის რა რაღაც ტრამპლინი არის რომ სადღაც რაღაც ხტები და რაღაც ახალს ვაკეთებ თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად ღირებულია მეც ქართული სამზარეულოს მოტრფიალ და მოსიყვარულე ვარ და ეს ჩემი ავთენტურობა რო შევინარჩუნო ხოლმე მაგრამ მე მაქვს შენს მიმართ შენთან ესეთი კითხვა და მაინტერესებს რამდენად კარგია ეს განვითარებები და ხო არ კარგავთ ავთენტურობას ბაზარზე. მე ფიქრობ რომ სამზარეულო თუ არ ვითარდება ის სამზარეულო რაღაც მომჭიქდება. შესაბამისად აი ყველანაირი ახალი მოდერნიზებული კერძი ჩვენთვის არის საინტერესო. რაღაც მოგეწონება, რაღაც არ მოგეწონება.
ალბათ რა ვიცი რატომ აქვს თქვენ ქართულს შიში რო კარგავთ რაღაცას ცოტა გაუგებარია ჩემთვის მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის განვითარება მოდერნიზება რაღაც სიახლის შეტანა აი თუნდაც ეგეთი ყველაზე მეტად რაც მახსენდება ხინკილა პატარა ხინკილების соуში შეიძლება რაღაცა სოკოს соуსი იყოს ტიცაკის რაც მე ძალიან უხდება ამ ყველაფერს შესაბამისად მე პირადად ძალიან მივესალმები ხოლმე ნოვატორ შეფებს სიახლეებს ძალიან საინტერესოა თუმცა არ ფიქრობ რომ არის რაღაცები რაც საუნაშები ხოთ აი მაგალითად ავიღოთ ამერიკაში კალიფორნიაში და თუ LA-ში არის ზუსტად არ მახსოვს აჭარულ ხაჭაპურში რომ პიცა აქვთ რა უკვე ინტეგრირებული და პეპერონები და მოცარელა და სხვადასხვა შიგთავსები და ნუ აი რაღაცა ბიზნესები ხდება რა არ არის ეგ შენთვის რაღაცნაირად დამომწუხრებელი ხო აი სიმართლე გითხრა გავსინჯავდი მაგას არამდენად მომეწონებოდა აი ალბათ სხვა საკითხია რეალურად ხა იმისგან შორს არის უბრალოდ ფორმას ინახავს just აჭარული ხაჭაპურის მაგრამ აი ბოლოს რაც მახსენდება რა ძალიან არ მომეწონა იყო დუბაის შოკოლადის ხინკალი. ანუ საშინელება. ჯერ დუბაის შოკოლადი მე პირადად ძალიან არ მიყვარს. ერთხელ ჭამე თუ ორჯერ და მეთქია, არა, ჩემი კაპოფთი არ არის. აი ეგ მომენტი მგონია რა უკვე კრეხელობაში გადადის. მოსკოვის ერთ რესტორანში. მე მომწონს, ეხლა შენ ახსენე რომ იტალიური სამზარეულო გიყვარს და გიждდები და მეც ეგრე ვარ რა. ქართული სამზარეულოს მე იტალიურია და მე არის ფრანგული და დანარჩენი რა და მაგათი იტალიელებს დამოკიდებულება მიყვარს თავიანთ კულინარიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან შემაწუხებელია და რაღაც მომენტში უკვე ზედმეტებშიც გადადიან, აგრესულები ხდებიან, ხო. მაინც მგონია რომ რაღაცნაირად იცავენ რა, ყველაფერს და კბილებით იცავენ ეგენი. ინარჩუნებენ იმ თავიანთ ავთენტურობას და იმიტომაც არის რომ დღეს იტალიური სამზარეულოს რაღაცა ის კეჩუპს აღარავინ აღარ ასხავს ამერიკაში და ბევრმა გაიგო რომ კეჩუპი არ უნდა მოასხო პიცას მაგალითად და ასე შემდეგ რა. მაინც ხო ვითარდებიან რეალურად ახალ პროდუქტებს ქმნიან. რა თქმა უნდა იქნება და შეიქმნება. ეგ განვითარება აუცილებელიც არის რა. უბრალოდ მე გულისხმობ იმას რომ კერძის ავთენტურობა ის რომ პასტა უნდა იყოს პასტა პირობითად და კარბონარაში ნაღები არ უნდა ჩაასხა ხო რაღაც ეგეთ ვარიანტში ეგენი რომ უჭედავენ ტიპებს ჩვენც ალბათ რაღაც პონჩი უნდა გაუჭედოთ რომ ხინკალში შოკოლადს ნუ ჩამიდებთ და ნუ ალუბლის რაღაც ჯემს ნუ ჩამისხავ რაღაცა იმაში რა ქვია ჩიხეთში და ასე შემდეგ კიდე ეგ რაღაც შოკოლადის ხინკალი რას ხინკლის ფაქტორიც აქ კიდე რაღაც შოკოლადის ხინკალი აი ეგეც ნუ აი ძალიან აუთარი რა თუ დესერტს აკეთებ ოკეი გააკეთე რაღაც სხვა დესერტი და უბრალოდ ფორმა არის ხინკლის რაღაც ძალიან შორს რო არის მთავარი იდეიდან რაღაც მოჩი მგონია რა ხო ეგ იგარგება მოდი რამე რჩევამი ზუსტად ვიცი რომ უეჭოლე უყურებენ რა ანუ მარტო მაგათ არა ზოგადად იმ ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რომ რაღაცა შეიძლება უკვე გააკეთეს კიდეს არ ვიცი მაგრამ ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში რაღაც მოდერნიზება შეიტანონ იმ ქართულ ავთენტურ სამზარეულოში რომელსაც რა ვიცი რა ეჭიდავებიან და ეფლირტავებიან შორიდან მაგით ვეტყოდი რომ დაფიქრდით რაღაცას რო ქნით რამდენად უკარგავს იმ მთავარ იდეას იმას არ უნდა გაცდეს თუმცა თუ საინტერესო პროდუქტს შექმნით ხალხი დაგაფასებთ მაგას ვეტყოდი ერთ-ერთი მთავარი ფრაზა არის ნამდვილად რომ ხალხის დაფასება როგორც მე მომუშავეს მე რას ვფიქრობდა ხო ეგ არის რა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ქართულ კულტურას ეთნოს პატივის ცემა და პატივის ცემა გამოიხატება იმაში რომ რაც შენამდე მოიტანა შენმა წინაპარმა ასე ვთქვათ რაღაც ცოტა ისე ჟღერს რა ჩვენი წინაპარებით ვიღაცებს ტვინი იმას ეგრძოთ უკვე და ეგეც მესმის მაგრამ მაგას ვერ გავექცევით რა ჩვენამდე მოიტანეს საუკუნეების განმავლობაში ის რაც მოვიდა და მოვიდა რა ეხლა ბევრი რაღაც შეიძლება არც გვაქვს და დაიკარგა და არც არსებობს რა ბევრიც პოსტსაბჭოური გადმონაშთია რომელიც საერთოდ ვაფშე არ არის ქართულ კულინარიაში არანაირი შეხებაშიც კი არ არის და არ გვეხება რა ხო და პრობლემებს ხედავ ხოლმე. კი, ეგრეა. უბრალოდ ავთენტურობის შენარჩუნება უნდა მოხდეს მაგ დამოკიდებულებით, რომ მაგალითად ხინკალში არ ჩადო რაღაცა სხვა შიგთავსი, რომელიც ის არის რაღაცა, რომელიც შეურაცხყოფს ამ მთლიან კონცეფციას რა. საზოგადოებაში მაინც მიუღებლობა არის ეგეც არის. როგორ? საზოგადოებაში მაინც მიუღებლობა არის ხოლმე სიახლეებისადმი. კი, ან მე ნახე მე ცოდვა მაქვს ჩადენილი რა, სხვა შორის როგორც შეიძლება, უნდა ვაღიარო, რომ
წიწიბურის ფქვილით გავაკეთე თავწლების წინ აჭარული ხაჭაპური, ანუ მოკლედ ცომი გავაკეთე წიწიბურის ფქვილით და წიწიბურის აჭარული ხაჭაპური რაღაცა და ბერს მოეწონა, სხვათაშორის ბერს არ მოეწონა და მე დავფიქრდი, რომ რატო გავაკეთე ვაფშე ეგეთი რაღაცა რა, რაღაც მომენტში იყო main მიზეზი. ხო, მთავარი მიზეზი რა იყო და უბრალოდ საზოგადოების რეაქცია მაინტერესდა და სხვა არაფერი რა. და არანაირი ის მუღამი არ მქონია რომ მე ქართულ ავთენტურ კერძს ხაზი და უსვა და ხო შეუცვალო მიმართულება და სხვაგან გავაცვლი ვერ გამოვიყენე ვერასდროს სიმართლე რომ გითხრა. ხო, იმიტომ რომ მაგას გლუტენი არ აქვს. გლუტენი არ აქვს, წებოვნებას შესაბამისად არ აქვს და მაგას ჭირდება თეთრი ფქვილის გლუტენის ყველა ვარიანტში დამატება. თეთრი ხორბალი რო დაამატო და ნუ რაღაც მიქსები უნდა გააკეთო მაგას. ანუ სადიეტო ის არის, ოკეი. კი. მოკლედ, ესე იგი, მე აქ ეხა მონიშნული მას კიდე ერთი კითხვა მომსახურებასთან დაკავშირებით და ისევ მომსახურებას მე მგონი უნდა დაუბრუნდეთ და სადღაც ჩაჭერაც მოგვიწევს. და ჩავაჭიროთ იქ რა, სადაც ჩასჭერი არის. შესასვლელი რა არის? მოდი აქედან დავიწყოთ რა. მომსახურებაში? ხო, გავიგეთ რომ ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად დამოკიდებულებაში გადმოდიან, რაღაცა ცუდად გიქცევიან და ასე შემდეგ სიტუაცია რა, მაგრამ რა უნდა შევცვალოთ? ჩვენ როგორც მომხმარებელმა, მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. იქნებოდა ჩვენ რაღაცას ვაშავებთ რა, რომ შევდივართ და მაგ მომენტში უკვე თავიდანვე იწყება საწყისი ეტაპი, ხო, ეგეც ხო შეიძლება იყოს მიზეზი. რაღაც გამოვიკულიოთ წავით და აი და ჩამოვაყალიბოთ გეგმა, რა უნდა შეიცვალოს მომსახურებას. აი პირადი გამოცდილებით მე სადაც მუშაობდი, რაც ვახსენე. სამ დავიწყეთ მუშაობას 3 თვე დაახლოებით ქონდა ეს გადამზადების პროცესი. აი თუნდაც როგორ აგვიღწა რა კერძი, რა შეგვეთავაზებინა, როგორ უნდა აგვეწყო მთელი ჩვენი სტუმრის დინერი თუ ბრეკვესტი. საიდან მივიღავთ ყველა აი დეტალურად გავიარეთ ყველაფერი. მეცადინეობდით? ხო, მეცადინეობდი, ანუ გამოცდები ჩავაბარეთ და რაღაც. ამ მომენტში მუშაობთ იდეალურად. მაგრამ მე რაღაც მომენტში 1 წლის მერე რომ მივედი უკვე სტაფში ცვლილი იყო. აი დავიჭირე რომ ეგ მომენტები საერთოდ აღარ გქონდათ რა. შესაბამისად აი ეს ახალი თანამშრომლები არავინ არ გადაატრენინგა და არც არავინ არ მოუყვა რომ ეს ეკეთდება, ეს უნდა გააკეთო. აუ შეგაწყვეტინე რა ბოდიში, იცი რა, მაგას როგორც პრობლემას ისე ჩავშლი, ხო შეიძლება და მე დავუბრუნდეთ ისე მაგ თემას. ეგ არის ჩვენი შეფ რესტორატორების ყველაზე დიდი ტკივილი. მოდი ეგრევე ვთქვი რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად კონსულტანტები, რაღაც კონსულტაციას ვატარებთ, რეკომენდაციას ვაძლევთ, მიმართულებას მივცემთ, რომ ესე უნდა გააკეთო რა. და მე უკვე შენ ხარ მფლობელი რო ხარ, შენი გადასაწყვეტია რას გააკეთო, როგორ გააკეთო, მაგრამ მე გეუბნები რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა მოყვება ამ შედეგს, ისა ამ რაღაცა მიმართულებას რა შედეგზე გახვალ და ამითი რას მიიღებ, რა საბოლოო ჯამში. პრობლემა არის ის, რომ არასდროს არც ერთი დამქირავებელი ტიპი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითად 3 თვეში ერთხელ გავახალისოთ მენიუ, ხო? ზუსტად, ეგ არის. 3 თვეში ერთხელ გარდა გადახალისებისა, გადავატრეინინგოთ სტაფი, იმიტომ რომ იმ 3 თვეში შეიძლება ვიღაცა წავიდეს, ვიღაცა მოვიდეს, იმ ახალმა არ იცის ისე როგორც იმან იცის, მე ის თავის ენაზე ასწავლის, ის თავის ენაზე რო ასწავლის, ეს საერთოდ სხვანაირად იგებს და ნუ საბოლოო ჯამში დიდი აღრევა ხდება. მე გადის პერიოდი, რომ 6 თვე გავიდა 9 თვე, ნუ საბოლოო ჯამში 1 წელი და იმდენად შეიცვალა სტაფი და მთელი გარემო, რომ არავინ არაფერი არ იცის და ამ არცოდნაში მე მიდის იქამდე შედეგი, რომ ან მე მირეკავს, ან ვიღაცას ურეკავს ისევ შემნაირ ტიპს ეს მფლობელი და ვაიმე მიშველეთი რაღაცა ვერ უშველე. ეგეთ ადამიანს ვეღარ უშველე რა, მაშინ მთლიანად ისევ სტაფი უნდა დასწრებული აქვს ეს ყველაფერი ხა თავიდან. ეგ არის პრობლემა და რა ვიცი. აი 3 თვეში ერთხელ ჩეკინი არის ალბათ ყველაზე იდეალური გამოსავალი. მე მახსოვს ეს ქალი, შეიძლება იცოდე ლიკა კარტოზია. მოდიოდა ხოლმე 20 თვეში ერთხელ და აი რაღაცებს ამოწმებდა რა, რაღაც ხარვეზი თუ იყო ეგ რა შეიძლება გაძლევდა ხოლმე და რაც ძალიან კარგად მუშაობდა და შემდეგ არ ვიცი მე აღარ მუშაობდი, აღარ მქონდა შეხება, მაგრამ აი რომ დავბრუნდი 1 წლის მერე როგორც სტუმარი, აი სტანდარტი რაც მქონდა მაშინ, ეგ აღარ იყო იმ ობიექტზე და დღეს სამწუხაროდ აღარ არის საკმაოდ კარგი ობიექტი იყო. ხო არის თქო რა ბოტანია ერქვა. ბოტანია. ამხლებაზე. კი, აღარ არის დაიხურა ხო? ეხლა რაღაც ჩეხური რესტორანი თუ რაღაც. საინტერესოა. Yes. კი ბატონო. კარგი, მოდი გადავიდეთ ესეთ თემაზე რა. შენ მაინტერესებს თუ გახსოვს ისეთი კერძი, რომელმაც გემოსადმე დამოკიდებულება შეგიცვალა. აი მაგალითად რაღაც გემო, რომელიც მაგალითად ბავშვობიდან არ მოგწონდა. გასინჯე კერძი და მოგეწონა.
თუ ყოფილა მსგავსი რამე. აი მე მაგალითად ჩემ მარტივ თემას გეტყვი და მიხვდები რას გულისხმობ რა. ვერ ვიტანდი ბავშვობიდან სატაცურს, იმიტომ რომ ბავშვობაში მოვიწამლე და ამის გამო ქვეცნობიერულად ჩამყვა მთელი ამერიკა, რომ ანუ ძალიან ცუდია და ну, რა თქმა უნდა, მე ხა პროფესიულად რო გიწევს მილიონი რაღაცებას გასინჯული და ბაყაყი და რო გადავედი უკვე ხვლიკზე და იმას და რაღაცები გავსინჯე და ასე შემდეგ. ის სატაცური რაღაც უნდა გამესინჯა და გავსინჯე სწორად და კარგად მომზადებული და მივხვდი რომ ვა თურმე რა გემრიელია და დღეს ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პროდუქტია, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებ მე თვითონაც უკვე მენიუებში რა და ეგეთი მსგავსი გამოსვლება თუ ქონია შენ. ეხა ვიხსენებ. ან ისეთი თუ ყოფილა რომ აი რაღაცა შეგაზიზღა მაგალითად ისეთი კერძი თუ. აი ეს რაც სუპები არ მიყვარდა საშინლად, ბორში არ მიყვარდა და ბავშვობის მერე ბორში პირველად გავსინჯე შარშა. რაღაც უკრაინულ რესტორანში და აი სიმართლე გითხრა ძალიან მომეწონა რა და თლიანი პორცია ჯამე და რაღაც აი მაგის გარდა ეს არ მახსენდება რაღაცები რაც არ მიყვარდა დიდად პრეტენზიული ბავშვი არ ვარ მაგრამ აი სუპები და ბორჩები აი იყო რაღაც ალბათ ანუ მაგან გადაწონა საბოლოო ჯამში და ეხა იცი რომ შეიძლება ჭამო აი რო გითხრა ეხა ვიძახებ თქო და მაგის მერე კიდე მიჭამე არა მაგრამ აი რაღაც ოფშენი თუ მექნება სიამოვნებით შენ დავამზადებ ჩემ დავამზადებ ხოლმე რაღაცებს ხანდახან მაგრამ ძირითადად არა ხინკალი გავაკეთე პირველად წინა კვირას საკმაოდ კარგი გამოვიდა სხვათა შორის ნახეს თორ ანუ გემოქონა კარგი ცოტა შეიძლება იქ იყო რაღაცა მოხოვის პრობლემა მაგრამ რა პირველი ცდისთვის თან ცომი გამოვიდა ძალიან დიალური ჩას წყალი მარილი და ფქვილი შვენია ძალიან კარგი მივყევი რაღაც ინსტრუქციას და გამოვიდა კაი ანუ ესე იგი რაღაცა მითებიც ყვარს აქვს ეგეთი რომ კარგი გურმანები არ ამზადებენ არის ეგეთი იმიტომ რომ კარგი ჭამოს და დალიოს მეზარება ხოლმე და მაგითო არ ამეთებ ხო ანუ შეგიძლია რომ გააკეთო და უბრალოდ არ აკეთე აი ხომ გავაკეთო ლოგოკინა მიგროლოჯიკაში საინტერესო კერძი გამო აჩნე როგორ მომწონს ხო და აი ხა ძირითადად ცდილობ ვიპოვო ისეთი რეცეპტი დაახლოებით რომ შემიძლია გამოვიყენო რომ შევწვა ეს ლოგოკინები და როგორ გავაკეთო რეცეპტებს თავი რომ დაანებოთ თქვენს სხვათა შორის იმიტომ რომ ინტერნეტში მათ შორის ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში ChatGPT-ს რომ მიწეროთ ხო AI-ს და ასე შემდეგ და ელაპარაკოთ თითქმის ყველა რეცეპტი რაც ინტერნეტ სივრცეში არსებობს 99% ვიტყვი არასწორია მარკეტინგულად არის შეფუთული უბრალოდ იმიტომ რომ უნდა იყოს და არსებობდეს და რაღაცას უნდა ქმნიდე და იმ შეფების მათ შორის ძალიან ცნობილი შეფების მოწოდებული რეცეპტების რომელიც რაღაც გარკვეულ კერძს გასწავლის ბოლომდე არ გასწავლის იმიტომ რომ აი ავიღოთ მაგალითად ახალი ამბავი აღარ არის უკვე მაგრამ ჯეიმი ოლივერი მაგალითად რომელიც არსებობს უბრალოდ როგორც შეფი ხო და იუთუბერი მათ შორის და საქართველოშიც ბრძანდებოდა იყო ჩამოსული რადგანაც ჩვენთან იყო ჩამოსული მაგიტო გამახსენდა ეხა ჯეიმი თორის ძალიან ბევრი არის ხო ბევრი არის რომელსაც აი ეს cooking book-ები აქვს რა და მოდი გადაიხადე ფული და ხო მოხსევ იმ რეალობას რაც ხო შენ გჭირდება რა თუ არა და აგერ მე გასწავლი YouTube-ზე რაღაცას პირობითად და მე შენით გამოიყვანე რა რაც YouTube უფრო კარგია ხო ბევრად ხო საყურებლად უფრო კარგია მაგრამ არ გეუბნება იმას რასაც უნდა აკეთებდე ხვდები ანუ არენდო მაგას ვამბობ რა ეხლა რა ხდება ჩემ შემთხვევაში მთელი ცხოვრება არა მაგრამ რაც YouTube-ს და ჩაუჯექი წლების წინ და დავიწყე მეც ესე ძიება რომ აბა მოდი ხა ეს გავამზადოთ აბა გორდონ რემზი რას მასწავლის პირობითად და რას მეუბნება და რო ვაკეთებ და არ გამოდის ის რაც უნდა იყოს რა და არ გიყურებია მარტო TikTok-ზე კათები რო ჭუბობს ხოლმე თუ რა ხო ნუ ეგეთი ტიპი არის და კიდე ბევრიც აქვს ხა ყარი რა თქმა უნდა შოუმენია ჩემი ხო მაგრამ არა მაგარი შეფია რა ხო შეფი კი მაგრამ მაგაზე ვთქვა რომ ძალიან მაგარი არის თუმცა ნუ ხო შოუმენი არის ეხა უფრო მეტად კარგი შოუმენია ვიდრე კარგი შეფი თორე თავის დროზე რა თქმა უნდა უდიდეს მიღწევები აქვს და ძალიან დიდი საქმეა ამ სფეროში გაკეთებული და ჩადენილი პირდაპირ მნიშვნელობით რა უბრალოდ რას ვამბობ იცი რომ გორდონ რემზის თუ ნებისმიერ რაღაცა ჯენაროსი და ასე შემდეგ ვისაც უყურებდი მიცდი არაერთი რეცეპტი რომელიც უსწავლებიათ და არ გამოსულა რა ანუ საერთოდ თან არ გამოსულა იმას კი არ ვამბობ რომ აი მიახლოებით რა საერთოდ დიდი გაქცევა ყოფილა რა აი არარეალური იყო და რა ფიქრობ რა არის მაგაში პრობლემა ის რომ რაღაც secret რაღაცებს არ ისწავლეს არა ძალიან ჩვეულებრივი კომერცია რა შენ თუ გინდა რომ კარგი კერძი მიიღო უნდა გადაიხადო ფული ძალიან მარტივად რა იყიდო წიგნი მაგალითად
იყიდო კურსი მაგალითად და რა ვიცი, იყიდო კიდე რაღაცა მასტერკლასი სიტყვა და წახვიდე და მოусმინო რა და იქ ადგილზე მოგამზადებინო და გასწავლოს. ეგ ამბავია ზუსტად რა. ეს YouTube-ი რაღაცა cooking lesson-ები და ასე შემდეგ რაღაცებს, რასაც შენ გაყურებინებს ტიპი რა. არის წინაპირობა იმისა, რომ შენ მე დაინტერესდე, წახვიდე ფული გადაიხადო და მიიღო ის შედეგი, ხვდები? ის არ გაძლევს არაფერს. უბრალოდ იუთუბერები, რომლებიც YouTube-ის ხარჯზე იღებენ შემოსავალს, მაგ შემთხვევაში არა შეფი, რომელიც წიგს ყიდის, უბრალოდ იუთუბერი, რომელიც თავის ამზადებს რაღაცებს, აი, მსგავს ვიდეოებზე. არიან ეგეთები, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომ ჩემნაირად მაგალითად, მე რომ აი მაგას მაგამდე მივდიოდი ხა, რომ მე რომ დავამუღამ ეს, რომ აი ესეთი ცნობადი ტიპები მე მატყუებენ და ამ დროს რატომ ატყუებდი ადამიანს, ხო? იმიტომ რომ შენი პირად დროს გითმობს, ცხოვრების დროს გითმობს რეალურად რა თავის. შესაბამისად უნდა რაღაცა მისცე რა. იგივე ბენეფიტი, ხო? და მეც დავიწყე გაზიარება იმ რეალური რაღაცების, რეცეპტების, ტექნიკების და რა ვიცი, მიდგომების, რაც არსებობს რეალობაში რა. ეგეთი რაღაცები გეხმარება მაგას მედივან. როგორც მანდაც დიდი არჩევა გჭირდება რა, რა გჭირდება და რა არ გჭირდება რა და როცა გურმანობიდან გადადიხარ უკვე რაღაცა home cook-ერობაზე, სადაც სახში მინიმუმ უნდა ამზადებდე რა, გჭირდება ბაზისური ცოდნა. ნახე, მან თავიდან იდეა ეგ არის რა, რომ როდესაც შენ გავს ბაზისური ცოდნა, აღარ გჭირდება უკვე რეცეპტები რა. უკვე ამუღამებ თუ რამე განსაკუთრებულად განსხვავებული შექმნა გინდა, იცი რა რასთან მიდის შეხამებაში, ნუ ბაზისურად რა. ეხა იმაზე არ ვსაუბარი, რომ ღორის ხოცი და ანანასი ერთმანეთს რო უხდება და რაღაცები, ეგ კიდე ძალკე თემაა, მაგრამ ბაზისურად რო იცი, მე უკვე მარტივად დააკავშირებ შესაბამისად ის ლოგოკინა და აჯიკაც ისევე გამოგივა, როგორც დაგიბადებია. ან თავი პრობლემა ლოგოკინ რატომაც ვეძებდი ეგ არის, რომ ძირითადად ეს შემწვარი არ მაქვს ნაჭამი არასდროს. ყოველთვის იყო ხოლმე რომ რაღაც მომზადებული, რაღაც კარაქში და რაღაცებში და ეგრე ვჭამდი. მაგრამ ეს უნდა შევწვა, იმიტომ რომ ჯავშნის გარეშე არის ლოგოკინები. აჰა, ოკეი. ხო, და ეხლა ვთვლობ იპო, აი შეწვის ნაწილში რამდენად ოკეი არის რა. რადგან შემწვარი არ მაქვს ნაჭამი. ხო, ნუ აფაზე შეგიძლია შეწვა, მაგრამ ღუმელში გამოწყობას კი რჩევდი მე პირადად. ღუმელი არ air fryer. შეიძლება იყოს air fryer, მშვენიერი, რატომაც არა. კარგი, გადაცემის მერე აუცილებლად როგორ გავუკეთო საჯიკო. კი ბატონო. და რა მაინტერესებს ახლა კიდე. იმედგაცრუებები. აუ, ეგ არის ჩემი საყვარელი სფერო რა. ოკეი, რა. მე თვითონ ვარ ეგეთი ტიპი, რომ სადაც შევდივარ რომელიმე რესტორანში, მკვების ობიექტზე დაწესებულებაში, ყველგან რაღაც უნდა შემხვდეს რა. აი შანსი არა, რამე რო არ შემხვდეს და თმა, ყბილი, რავი, წარბი, თვალი, ყური, რაღაცა უნდა ეკდოს უეჭოლი შიგნით რა და მსგავსი ხო აი მაინტერესებს შენი ტოპ 5 იმედგაცრუება, რაც გქონია შენს გამოცდილებაში ხო. თან იმედგაცრუება იყო აჭარაში მოგზაურობის დროს აჭარული კერძების გასინჯვა, აი ცოტა ზემო აჭარაში. რაღაც რესტორანში ვიყავით, სადაც აი არაფერი არ მომეწონა, აი რაღაც სინორი და რაღაცები რა ვქოთ მაგათ. აი არაფერი სავარაუდოდ ის რესტორანი იყო ცუდი, მაგრამ იმდენად იმედგაცრუება იყო, რომ აი ცდაც კი აღარ მინდოდა მე კიდე თავიდან. რა იყო ეგეთი რაც? არ ვიცი, ზედმეტად მარილიანი იყო ყველაფერი. სავარაუდოდ პროდუქტების ხარისხიც არ იყო ისეთი კარგი. ადგილიც kind of ცუდი იყო. და ხო ეს ეგ იყო ერთ რაც მახსენდება ბოლოს დიდი იმედგაცრუება. კიდე რა. აი ხინკალზე მაქვს ხოლმე ძირითადად იმედგაცრუება, ცოტა პრეტენზიული ვარ მაგ ნაწილში. აუ მოდი. დავანებოთ ყველა იმედგაცრუებას თავი და ჩემს საყოველს ადგილს რა ანუ სფეროს მივადექით ხინკალს სფერო არ ჩემთვის თლიანობაში გალაქტიკაა ხინკალი რა იმდენად მიყვარს და ვგიჟდები მაგაზე და აი ხინკალი სადიჭმევა ვაფშე თბილისში ან საქართველოში აფსადი მაგრამ ხო აი ძალიან აფსადი მაგრამ დაფნა ჩემთვის არის მაინც ყველაზე ახლოს იმ ავთენტურ ხინკალთან რაც აი თუნდაც ბებია ჩემი აკეთებდა კახეთიდან ვარ და იქ რაც ყოველგვირა ხინკლის მეხვევები ხდებოდა. აი ტექსტურა, არომატებიდან ან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია აქვს და თქოს აი დაფნაში ღამის მენაში ალბათ ხო? მე დილის მენაში ძალიან ცუდი ხოლმე ერთი დილის მენაში არ ვიცი შეფები იცვლებიან ამას. კი, ამზარულები იცვლებიან, სავარაუდოდ ფარშებიც იცვლება, იმიტომ რომ ის ხონარია დამზადებს. ხო, შემიმჩნევია რომ ის იქიდან იცის ხდება. შემიმჩნევია ეგ რომ ერთ ანუ სხვადასხვა გემა ქონია.
იგივე ხინკალ სხვადასხვა დროს. აი მე გარი ხვდები, ეგ ხო იმედგაცრუებაში იწერება მე როგორც ისტორიაში რა. ხო, მაგრამ ან სუდიც არ ყოფილა რომ ისეთ ბაზარზე. ამურამეს ხინკალი თუ გაგეცენჯავს. ამურამეს ხინკალი გამისიოს ბევრჯერ. კარგი ხინკალია. არ არის ცუდი, მაგრამ ეს დაფნა მაინც ჩემი ჩაჭერა არის. აი სტუმრები რო ჩავამდეს ხოლმე ევროპიდან ან საერთოდ. გარემოდან გამომდინარე მოხდოს თუ? გარემო კაკრას ალბათ უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ სულ ძალიან დატვირთულია ხოლმე და ცოტა უფრო აი კოზი გარემო არ არის, სტრესული გარემოა. მაგრამ აი მარტო იმიტომ რომ კარგი საჭმელი არის, მაგიტო მეოსება. კარგი ხაჭაპური სად იჭმება მაშინ? აი მე მიყვარს ძალიან პურიგულიანის აჭარული ხაჭაპური. აი აჭარული ხაჭაპური არის ჩემთვის ხაჭაპურებში პირველი. იმიტომ რომ აი მთელი პროცესი გაქვს იქ რა და აი ჯერ მოსაწყენად ესე არიღებ და არ ჭამ. მაგეთი აჭარული ხაჭაპური გამიყვარს. პურიგულიანის აჭარული ხაჭაპური არაერთხელ მოსნაჭამი მეც და ბოლო პერიოდში ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. ოკეი. რატო? ყველის ზე სიმულაშის გამო რა. აი ხანია ხო ხდება მარილიანი ყველი ყველაფერს აფუჭებს საერთოდ რა, სადაც რაში არ უნდა ჩადო, აი ძალიან ცუდი არის და მივალ ჩეკინგზე და ხო რა, ძალიან არ მომეწონა და იმის მე რაღაც ხონია და სურვილი რომ მივსულიყავი სადღაც 7-8 თვის წინ ალბათ რაღაცა ესე რა, ახლობით რა. ძალიან არ მომეწონა. მე მიდიოხ რომ სულ წელს არ ყოფილებოდ ეგ მომენტი შეიძლება იყოს. ბათუმში ლევილის აჭარული ძალიან მიყვარს. ენაცოლი გაიხარე. გარემოც კარგია მანთან ეგ არის, რომ გარემო კარგი, რაღაც სხვა რაღაცებიც კაია და მაგას იმაშვები. აი ხაჭაპურებში ყველაზე ნაკლებად მიყვარს გურული ხაჭაპური. აი რაღაც მომენტში ეს მოხარშული კვერცხი რაშუაში არის ხაჭაპურთან. ხო, ოკეი. სრულიად მიკარგავს რაღაცა იმ სურვილს. მოხარშული კვერცხის ხო, ცოტა არ იყოს საკრალური დატვირთვა აქვს მაგ ყველაფერს და მაგრამ მაინდა-მაინც გურიაში გურულები დამეთახმებით ხაჭაპურებით ვერ დაიკვეხნით ზოგადად არც ცხობის სიხშირეზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ხშირად გურიაში ხაჭაპური არ ცხება რა. და რაც მე ყოველ შემთხვევაში ხო სააღდგომო როგორ არის საპრაზნიკე ისა უთრა ცხობის სტილია ასე ვთქვათ. თუმცა ეხა გურიაში არაერთხელ ყოფილ მეც ჩემი მეგობრებიდან გამომდინარე და მათი ბებიებიც ჩვეულებრივ კეცზე ხაჭაპურს როგორც იმერეთში ისე აცხობენ და ეგ არის ჩემთვის ნომერ პირველი. აი კეცის ხაჭაპური და ტაფის ხაჭაპური სტამბაში. მე პირადად აი სტამბის ტაფის ხაჭაპური ვერ ვერლები ხოლმე და ამეოსება. აურატორ მიჭამია სხვათა შორის არ მიჭამია. თან კარგი. მე იმდენად ეს ვარ რა ქვია სტამბასთან დამოკიდებულებაში. ცოტა სხვანაირად ვარ განწყობილი რა. მეც ეგრე ვარ. ბევრი ხარვეზი და ბევრი ხარვეზი აქვს სერვისში ძირითადად. თან კარგო აქვს ხოლმე. კოქტეილებში? აი რო გითხარ რომ მაგნაწილში ძალიან ის ვარ პროფესიონალია არა. ალბათ აი დალევის ნაწილში ყველაფერს ვსვამ. ღვინო, თეთრი მშრალი. შევიტანეთ თუ შეიძლება. თეთრი მშრალი. იდე სასმელად ყველაფერს ვსვამ რაღაც მომენტი არ მაქვს რომ აი რამე სასმელს არ ვსვამ. შოთებიც, აი ლიქიორები მეოსება, იაგერმეისტერი, ბეჰეროვკა. აი საინტერესო რაღაცებს აღგლებაც მიყვარს ხოლმე რა. ბორდიულზე დაგილევი რა. ბორდიულზე? ხო, გარეთ ქუჩაში. ჯერ წინა ალექსანდროვის პარკში. წამოწოლილი. იქ დაიძინებ. დაასწორებს. თავარია რომ ბორდიულზე დალია და მე რო გამოსლება გააქვს ყველაფერი. ქუჩებში ძალიან ბევრჯერ ქონია იმ მომენტი. არა ძირითადად მაინც ბარში. სად დადიხარ ხოლმე? რომელი არის ისეთი შენთვის გამორჩეული ბარი თბილისში? რომელშიც დაჟე ჩვენს მაყურებელსაც ურჩევდი რომ წავიდეს და ისიამოვნოს რა. ოღონდ მოდი რაღაც კრიტერიუმებით მიუსადაგოთ მაგას თავისი სასმლით, გარემოთი, ხალხით, ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია ბარში რომ მიხარ, ყველაზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის თუ ვინ დადის იმ ბარში. იმიტომ რომ სამი ჭიქის მერე ყველაფერი იცვლება ზოგადად და იქ თვით კონტროლის უნარის მქონე ადამიანები საჭიროა რა. რთული საკითხი არის. გაჩნია ხომ ისინათეთ მივდივარ და ძირითადად მაგაზე ვარ ხოლმე. აი პერსონალურად მარტო თუ გავდივარ ხოლმე, მივდივარ მოზაიკაში და ჩემი საყვარელი ბარმენი რეზოს მოგიტყვა აქედან. იმიტომ რომ ისეთი ხოლმე აი ძალიან მხიარული ხალხია. ანუ გარემო ისეთი არის, ანუ ჩიპ დასალევიც და ნორმ. და ხო აი მანდ შოთების დალევა და გამოტყრომა ძალიან კარგია ხოლმე. ეს ძალიან პატარა აივანზე. რა ყოფიხარ იცი რომ ძალიან პატარა აივანებით მოსაწევად გასვლა. მთელი ეს რაღაცა ხიბლია. მე აღარ ვეწევი. ხო, აღნიშნე. ადრე მიყვარდა ხოლმე დედაენის ბარი ძალიან. მაგრამ დიდი ხანი არ ყოფილი ვარ.
კიდე რა ესე ბოდიალი და just random ბარებში შესვლა და იქ რაღაც სტაღლება, ეგეც მეხსება. მაგრამ ის კონკრეტულად არ მაქვს ძირითადად, აი დამოკიდებული ხომ ვის საერთოდ მივდივარ და ამე აღმოჩენა არ გაიკეთებია? კი, ეს მიპოვია რაღაც პატარა ბარები. ვერ გავიხსენებ ხა რომელიმეს. მაგრამ ბოდიალი მეხსება ხომ ბარიდან ბარში. აი ხო, ეგეც თავგადასავალია ერთგვარიდან ძალიან ასწორებს რა. აი ლაუნჯებში არ დავდივარ არასდროს, და რაღაც კარაოკე სივრცეებში. არც მე სხვათა შორის ცოტა ფენსი ბარებშიც არა რა, იმიტომ რომ აი დაღლევას ალბათ ცოტა უფრო ის მუღამი აქვს, რომ აი რაღაცა ვიღაცამ დაგპატიჟოს ფენსი. ვიღაცამ უნდა დაგპატიჟოს ალბათ რომ წახვედეს, ავარ მე არ წახვედი. რა არის, ნახე, ეგეთ ფენსი კოქტეილების დაღლევა მე ვსება ხომ აი თუნდაც დინერის დროს. მაგრამ აი ფენსი იმაში წავიდე, არა. რესტორანი კი, მაგრამ ბარი არა. ოკეი. რა არის შენთვის რესტორანი? ჩემი საყვარელი კითხვა. რესტორანი გაგება, ურთიერთობა. ოკეი, რო დაფიქრდე ხა რეალურად რას პიკ. რას გაძლევს? ნუ ხო, მარტო ჭამა არ არის რა. ეს არის რაღაც გრძნობები, რაც გაკინ კერძებთან მიმართებაში. სიამოვნება. ხო, ეგ მომენტი და ურთიერთობაც თავისთავად, იმიტომ რომ ძირითადად ხა მარტო არავინ არ დადეს, ხო? რაღაც ეს ურთიერთობის ნაწილი გაქვს. პარტნიორები. ხო, მაგრამ ეს მარტო სიარულის კულტურაც მე მგონი რომ ჩვენში ცოტა მოსატანი ამბავია, იმიტომ რომ ევროპაში ყოფნისა და ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში პირადად მე მარტო აი ხარო და გიждდებოდი რა, ოღონდ მარტო დასულიყავი და სადმე მეჭამა. თუნდაც იმით რომ ერთი რო სოციალიზაციაში სხვანაირად შედიხარ შენი სოლო მოგზაურობა აქვს და მეორეც ის რომ ძალიან დიდ თავგადასავალში აღმოჩნდები ხოლმე როგორც წესი და რიგია რა ადამიანი. ეს ალბათ ხომ ხშირად მარტო. აი რა ყველაზე ესეთი თავგადასავალი რა შეიძლება გაიხსენო კარგი ოღონდ. რესტორანში? ხო, რომელიც სოლო თავგადასავალი. ზართული კითხვა, იმიტომ რომ ძირითადად რომ მოგზაურობ ხოლმე იქ სადაც მოგზაურობ ყველა ქალაქში მყავს ხოლმე local friends, ქართველები რომლებიც იქ ცხოვრობენ და ძირითადად მაინც მიწევს ხოლმე რომ იქ წავიდე რა და ვინმესთან ერთად. მაგრამ რო გითხარ აი მარტო მე წავსულასამე თუნდაც breakfast-იან რაღაცა და იქ რაიმე experience-ი გადამხდა თუნდაც ვინმესთან საუბრისთან და რამე ეგეთი აი ვერ გავიხსენებ. რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა რა. ანუ ყოველ შემთხვევაში ეგეთი ადგილი არ მინახავს რომ რაღაცა ინტერაქციაში შეხვიდე ვინმესთან და საინტერესო conversation-ი გამართო. ოკეი, ეხლა მაშინ გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე არ არის, რა თლად კითხვა არ გამოდის იმაზე. თემა, ხო. მითხარი 3 ადგილი თბილისში. ნუ პირველი, სადაც ანებირებ თავს, აი გასანებირებლად მიდიხარ, მეორე, სადაც აი ნოსტალგიას იქმაყოფილებ და ეს ნუ ბავშვური ნოსტალგიები შეიძლება რომ შემოგაწვეს იქაური კერძისგან და გარემოდან გამომდინარე და სადაც ახლის აღმოსაჩინად შეიძლება რომ წახვიდე. ეგ მესამე პოზიცია. აი ეგ 3 ჩამომიშალე ხა. ძალიან სამწუხაროდ ჩამოშხარე. სრული კითხვებია ძალიან. კი. მიდი ფიქრებს. აი ნოსტალგიაზე არ ვიცი, იმიტომ რომ მე რეალურად თბილისში არ ცხოვრობდი ბავშვობაში. აქ არ დავდებულ ვარ. გავიდეთ თბილისს გავსვეთ არა? კი, გავსვეთ. დავისწავლეთ. და ძალიან საინტერესო იქნება სხვათა შორის ჩვენი მაყურებლისთვისაც თბილისის გარეთ სიტუაციებსაც რომ ვისაუბროთ და ეგეთ ჩავშალოთ როგორც ოხარად რამდენს გვინდა. კი, მე თელავიდან ვარ. და იქ ქონდა ეს რაღაცა ზომა ისაკვირველი მომენტები და სხვათა შორის თელოში ძალიან კარგი. თქვენ ძალიან გიყვარს თან ეს ჭამას. ჭამასმა ძალიან გიყვარს. აი თელოში რაც მახსენდება, ერთი რესტორანი არის, ქვია მეიდანი. საჭიროა ეხლა ამბობენ რომ ძალიან კარგი ხინკალი დააბრუნეს უკანო. და მომენტი იყო მთავარი რომ ეს სამეგობრო რომ მიდიოდით ხოლმე სკოლის დროს, ეს მეიდნის ხინკალი იყო ძალიან ესეთი. აი გარემო იყო ძალიან ტრეში, ანუ აი არაფრით გამორჩეული. მაგრამ ხინკალი ქონდა ეს ნოსტალგია ალბათ მაგას თან შეიძლება წავიყვანო. ანუ იმ ზოდიაქოს ხინკალს ეს ჯობია რაღაც. თუ ეს ნოსტალგია და ზოდიაქო მაშინ იყო როგორი ადგილიც, აი ზაბეკა ლოკარო და ვარქოთ ეგეთი და ძირითადად მან ქონდა ხოლმე რომ გატანაზე ვიღებდით ხინკალს. შენი ქვაბით მიდიოდი და გილაგებდნენ და რაღაცები. მაგრამ მეიდანს ქონდა რომ დაჯდებოდი და რაღაცა უცას დალევდი. მიხედავს რომ არასრულწლოვანები ვიყავით. პირველი რა იყო ეგ უნდა შემახსენო. პირველი იყო გასანებირებელი ადგილი, სადაც აი ლიმიტი არ გაქვს, შეხვალ დაждები და იცი რაც უნდა ჭამო და მიდი და მიყვები რა, აი რომელი ადგილია ეგეთი, სადაც შეიძლება რომ ეგრე თავისუფლად მოიქცე და
გადაღერძილი იყო თუნდაც გადაწოლილი რომ იცი რომ შენი ალბათ ხოლმე ვიცნობდი ხალხს ხო თავისთავად ძალიან მიყვარს სარამენე ონიმუშა ანუ ქალაქში საუკეთესო რამენები აქვს ავთენტური დედახვები და ხო აი რაღაცა მან ხომ თავს feel like home ხო მაგას ვიტყვი სარამენე ონიმუშა არის და ახლის აღმოსაჩენაცაც ახლა აღმოსაჩენაც აუ ეგრეთ ძალიან ბევრი ობიექტია სადაც შეიძლება ახალი რაღაცა აღმოჩინა კან ნახე მე რას გულისხმობ ჩვენ საუბრობდით იმ სამთვეში განახლებულ მენიუებზეც მაგალითად რა დაახლოებით ხო გადახალისებაც ხდება ხო არსებობს ახლა მე ვიცი რამდენიმე ობიექტი შემიძლია ჩამოთვალო რომელიც ვიცი რომ ანახლებს მენიუს ხო პერიოდულად სად არის შენთვის საინტერესო ეგ არის რომ შენ ჩვენს მაყურებელსაც რა ვიცი იქნება და გაუზიაროთ ეგაზრი ისე რომ მე თვითონაც მივიდნენ გასინჯო და აგემონონ და შენ სადმე კომენტარში დაგეწერონ და არა ძმაუერი ეხლა რომ იხსენე ბევრი ობიექტი არ არის რომელსაც სპეშალ მენიუები აქვს ხომ ყოველთვიურად ძართული კითხვა ამიტომ რომ არ მახსენდება ესე სარამენეს გარდა სხვა რომელსაც ესე განსაკუთრებული მენიუები აქვს ხოლმე თუგინა სარამენე შევცვალოთ მაგნიტელში დავტოვოთ და ეს სხვა რესტორანი დასახელოთ სადაც ჩავანაცვლოთ ხო ხო რაღაც ახლა ვერ ვიხსენებ ეგეთ ობიექტს სადაც მენიუ იცვლება ხშირად მაშინ მოდი გავყვეთ ცოტა სანამ ჰაი კლასებზე გადავიდოდეთ ზაბიგალოკებს გავყვეთ ყოველ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა არის და ბევრს გონია სხვათა შორის რომ შებზარეული რადგანაც დგას კარგ სამზარეულოში პირველად კარგ ამასკეცა ხო არ დადის ზაბიგალოკეში და ეგრე არ არის დავდივართ როცა გვაქვს მაგის ხასიათი ყოველდღე რა თქმა უნდა ხო არ დავდივართ თუმცა მოდი შემითხარი თუ დადიხარ პირველ რიგში შენც და რომელი იქნება შენი საყვარელი და მე გეტყვი ჩემი საყვარელი რომელია მანდაც შეგვიძლია გავცდეთ ქალაქგარეთაც წავიდეთ იმიტომ რომ მეც მაქვს რამოდენიმე ადგილი აი ერთი სადაც ესე წასვლა კაია ხოლმე არის სალობიე ცხეთის ან მან ის ასწორებს რომ ერთ-ერთი ძალიან სწრაფად მოდის საჭმელი უჩიფესი არის და ეზოში დაждები კარგა მინჩი და აი რაღაც გემრიელად შეჭამ ხოლმე ლობიო გააფუჭესო გავიცი იცი რა არის მე მან ბოლოს რო წავედი ჩემი წიწაკა წავიღე დაფქული პატრას პაკეტი ხო იმიტომ რომ სეზონინგები აკლია ხოლმე მაგათ ქოთნის ლობიოს კი 4 ლარი ღირს და ბევრს ვერ მოითხოვ ალბათ ხო მაგრამ აი რავი ხა ისის არღის მაინდა-მაინც ძვირი რო ჩააყალო წიწაკა თუნდაც ან რაღაც ყველა არჩე აი ერთი მეგობარი მყავს სლოვაკი რომელსაც უყვარს ის რო არის აღმაშენებაზე მეკრული აჰა რა ქვია მაგას აფშალი აი მაგაში მიმოთრევს ხოლმე და მანდაც ეს არის უფრო მოგაყლიან და რაღაცა ხო ისეთი არის რა ის სახლური მომენტი არის ალბათ აი სახში რა ზარიძეებში ხარ ნაყოფი არა ზარიძეები აუ ეგ არის ზარიძეები არ ვიცი ყველაზე მაგარი ობიექტია რა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ობიექტია ავჭალაში კი სხვათა შორის ანუ რაღაც იმის მოლოდინი ხა არავის არ უნდა ქონდეს იქ კარსო გააღიზა შევა და რაღაცა პირობითად კარგი ლამაზი დივანი დახვდება არანაირი დივანი იღარ დაგხვდებათ შეიძლება ფეხზე დგომაც მოგიწიოთ რაღაც მომენტში თუ რიგი იქნება და იქ ჭამა და დალევა მაგრამ იმდენად კარგი და გემრიელი სამზარეულო აქვს რა რომ ნაღდად ღირს და ხინკალია სხვათა შორის განსაკუთრებული მანდ თან განსხვავებული ოღონდ არატრადიციული ხინკალი აქვს რა ძალიან დიდია დაახლოებით 3 ხინკალი ჩაეტევა ალბათ ერთ ხინკალში იმხელა მართლა ო ჩემი პირადი აზრია არ ვიცი შეიძლება მართლა არის იმ ქალმა კაცმა იმ ხინკლის მოხვევა და მაგიტო გამოსდის რა მაგრამ ეს ამხელა ხინკალი აი დაახლოებით ესეთი ზომის ხინკალია და როგორც ძალიან კომფორტული სხვათა შორის სომი ისეთი კარგი აქვს რომ ვერც იმას ვერ იფიქრებ აი გამეხევა ეხლა დამიღრება და არ არის რა მასე სადღაც 2 ლარი ალბათ აი ძალიან ხო მაგისტრის და თან დიდი ფორმის და მაგრამ თავარი არის რომ წავენი აქვს რაღაცა ბოულში რო ჩაასხა რა ერთი ხაზო ჩაკვეშ გადაიბაზე რა ჩოლობრო და პახმელიაზე მაგრამ წვენი ძალიან ხინკალში წვენი არის ესეთი კი ძალიან მაგრამ ტრადიციულ ხინკალში დიდად წვენი მაინც არ არის როგორც წესი ნუ ყოველ შემთხვევაში ცხვირსა და ბატკნის ხორცით მომზადებულ ხინკალში არ არის რა საჭირს მიჭამია ბატკნის ხინკალი და ძალიან მომეწონა არ მახსოვს საჭამე თბილისში ჭამე და ერთხელ მაგ ნაჭამე და რაღაც საინტერესო იყო ალბათ ხალხს ურჩევდი რომ ცადონ ყველანაირი ხალხს ურჩიოთ მოდი ეგეც რომ ბატკნის ხინკალს ზოგადად ბატკნის ხორცს რა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერიოდს სეზონს როდის შეჭამ
გაზაფხული კი და ყველაზე კარგი არის მარტი აპრილის პერიოდი. სანამ ეს ბალახი ძალიან გადაბიბინდება და საბალახოდ გავა და ის არის ფრეში. ანუ მაშინ არ აქვს სუნი, მაშინ არ აქვს სპეციფიური გემო, ამიტომ ჯობია რომ ვისაც არ გავუსინჯოს აუჩამბია მაგ პერიოდში ჭამოს და აი სოკოს ხინკალიც ეგ მაქვს ხომ რა გაზაფხული, როცა ეს ყველაფერი ფრეშ არის, მაგდროს არის საუკეთესო რომ ჭამო. აი სოკოს ხინკალი ძალიან მიყვარს და თან ისეთი პარადოქსია რომ ყველა რესტორანში სულ სხვადასხვანაირია რა. კლიკესი გაგესინჯავს? კი. მოგწონს. ნორმა. ძალიან ცხარი არის, მაგრამ მე ძალიან მოგწონს რა. ეგ განსხვავება კი უნდა დაიჭირო იდეაში სხვათან შედარებით. შენ კლიკესაც კარგი ხინკალი აქვს. მაგრამ აი, ნახე, მანდარი სუნი დგა ხოლმე ძალიან ისეთი ნახარშის თუ რაღაცის. ხო, იმიტომ რომ პატარა სივრცე არის და არ ვერავდება. კარგი და ხო, ერთ-ერთი პრობლემა მაგით რაც აქვს ეგ არის გამწოვებს ძალიან ცუდე. ხო, ნუ რა ქნან ეხა ადამიანებმა, აი გამწოვის ისეთი პრობლემაა რომ მერიასთან კი ეგრე მარტივად ვერ გვარდება და სამწუხაროდ ძველ ქუჩებში სადაც გაკეთებულია რესტორნები და რაღაც არ ვიცი დუქნები და ასე შემდგომის ობიექტები თითქმის ყველას 95%-ს მაგის პრობლემა აქვს გამწოვის და მერე სამეზობლო, მერე ხმაური და მთელი ამბავი და ამეთახმებიან ეხა ამ ობიექტების ფლობელები რა ჯოჯოხეთიც არიან ზუსტად ვიცი და მესმის ძალიან კარგად. თუმცა ცდილობენ რომ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ხო რაღაცნაირად გაიტანონ ბოლომდე რა. და რატომაც არა რა. ანუ მე რაღაც მომენტში კლიკეში მაგალითად მომწონს წასვლა, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ რომ მივდივარ, აი იმის იქით რაღაც არ ვიცი რაღაცა ზღვარი მესახება ხოლმე რა დაახლოებით რომ ვიცი სად უნდა მივიდე. წინასწარ როცა ვიცი ან ერთხელ თუ ვარ ნაყოფი და მეორედ მივდივარ მაგ შემთხვევაში ვამბობ რა, რომ ამის იქით მე პრეტენზია აღარ უნდა მქონდეს. ხო, ნუ წესად თუ იცი. ხო, ბოლო 2 წელია და თუ 3 წელია დაახლოებით, რაც ეგრე შემოსაზღვრე მე ჩემი თავი რა. მანამდე ძალიან პრეტენზია თითქმის ყველგან პრეტენზიული ვიყავი და რომ ვიცი რომ მანდეკერტი არის, მაგრამ მივდივარ იმიტომ რომ ოკეი, თანხდები მაგაზე რომ ანუ იმის მოლოდინი აღარ აგავს იქით რომ რაღაცა ან ბოლო-ბოლო არ ჩააჭერ ვიღაცას. აი, ნუ პირველად თუ მიდიხარ რაღაც იმედგაც რომ აი საკუთარ თემა. თუმცა მეორედ შანსი თუ მიგეცია. ობიექტის. აბა ეხა გააჩნია რამდენად ფეილი იყო. გოგოს არ უნდა მეცე მეორე. არც ძმაკაც არ უნდა მეცე მე მგონი რომ მეორე შანსები ზოგადად მიცე. აი მე მგონი არა მეორე შანსის მიცემა ძალიან ისეთი საკითხია რთული და ესე მარტივად ვერ. ანუ ესე იგი შენ გააჩნია აი ხო ადამიანებსაც რა გააჩნია რამდენად ცუდი გამოსვლება ქონდა. აი თუ ძალიან ცუდი იყო რეალურად რატომ მიცემ. ხო ბევრი რამე მიცემ მეორე შანსი ესონებისთვის. ესე იგი არ გაგიცოდა და всё ადექ ჩაიცვი წახვალ. ისეთი კატასტროფა იყო. ისეთი კატასტროფა იყო რომ არ ვიცი 10 კერძიდან 10-ვე იყო საშინელება. მართლა ასად? მე მგონი აღარ არის საბურთალოზე იყო დოლიძეზე. სახელი არ მახსოვს. უბრალოდ აი ვერაფერს ვერ შეჭამდი რა, ეგ იყო. ყველაზე ცუდი რესტორნები რომ მითხრა, ეხა შენი გადმოსახედიდან კატასტროფები რომ ჩამოვთვალე. სამწუხაროდ ბევრია ეგეთი. თუმცა ეს სხვადასხვა კატეგორიებიდან ავარჩევ. ერთი აი სამი კიტნო და მაგის გარშემო ასოცირებული ტურისტულ ადგილებში. ეს ლოკაცია ხო რა? ყველაზე ცუდი ის არის რომ მან დადიან ტურისტები და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ექნება ამ ყველაფერზე რა და გონია რომ რაღაც ეროვნული დაცვის სააგენტო მან რაღაცა ეგეთმა სათითაოდ უნდა მიხუროს ყველა ან კონტროლი მაინც გაუწიოს ადეკვატურ იმებს რა ქვია ხარისხს. სხვადასხვა კატეგორიებში რო ვთქვათ აი სუში 24 და ყველა ეს 24 ერთი კომპანია აი მაგაზე კატასტროფა ალბათ არაფერი არ არსებობს რა ეს დღემდე რეცეპტორში ვიღაცები რო წერენ ხოლმე აი ეს გამოვიძახეთ ესეთი მოვიდა 3000 პოსტი რო გაქვს მანამდე მაგ სუში 24-ზე კიდე რო იძახებ აი ის არის პარადოქსია ჩემი იქნები იმედია თუ რაღაც შეისრულება მაგას მთავარი ის არის რომ იაფია და მაგიტო ყიდულობენ მაგრამ მგონია რომ იაფი ალტერნატივები ხო არის ესე ზოგადად მაგის ხო კი ან თუნდაც დისკაუნტზე იყიდო სხვა ადეკვატური ობიექტიდან მაგრამ მგონია რომ აი ნაგავში ფულის გადახდა ჯობია არ გადაიხადო ეგეთი დამოკიდებულება მაქვს მარტო პიცებიდან დომინო მაგაზე ცუდი პიცა მე მგონი არ არის მართლა საშინელი ეგ ხო ეგ არის
შეცდომა, ყველაზე დიდი შეცდომა არის სამყაროსი ალბათ თლიანად და მე აქ რაც ხდება ეგ, რომ ეგ არის პიცა რა, მაგას პიცა. აი ამერიკული პიცები გამესინჯოს, მაგრამ ეს ისიც კი არ არის, იმასთან ახლოსაც კი არ არის რა. და მე მაინტერესებს რა იცი, რომ როგორ მოვიდათ იტალიელებს, რომ დომინოს პიცა საერთოდ არსებობაში არის და წერია რაღაც სიაში, იმიტომ რომ ეგეთი საშინელება სავარაუდოდ ეხლა მე არ ვიცი, კარგად არ ვიცნობ მაგ ბაზარს დომინოს პიცისეულ ვარიანტებს. სავარაუდოდ ალბათ სხვა ბევრი ეგეთი ობიექტიც არსებობს ამერიკაში თუნდაც რა, მაგათი კონკურენტი არის პიცა ჰატი. ხო რა, ეგეთი სისტი არა, არაფერი. საუკეთესო პიცა რა არის შენ? ქალაქში რომელია? უბრალოდ. რამდენიმე მეოსება? ნუ პაცა უეჭვია. კი, number 1. ნაპოლი, კაი არის ძალიან, კაი საქვთ, ცომი, ყველაფერი. და საკმაოდ ახალი არის, უნო ქვია. მაგათაც ძალიან კარგი ისინი. აი თავის არის პროდუქტებს ღირებენ კარგს და საბუთში კაი პიცებს გამოსდით. აუ მე მახსოვს სადღაც 3 წლის წინ სხვათა შორის გავსინჯე, სახელს ვერ ვიხსენებ ოღონდ დღემდე. მეგობარმა წამიყვანა თემქაზე ქონდა ტიპს გახსნილი. ავტოფარეხში პიცერია, ოღონდ აშენებული ბუხრით და ყველაფრით იდეალური სტანდარტით დაცული, რაც რეალურად ეს ავთენტურ გემოსცენს, ხო? და ამ double zero-თი და კარგი ფქვილით, სემოლინათი და მოკლედ რა, ის რაც უნდა იყოს რა, იტალიური პეპერონები და ასე. არ ვიცი, მაგრამ ხო აი არ ვიცი, ეგეთ პიცას მართლა ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ number 1-ია ჩემთვის პაცაც და ძალიან მიყვარს, გიждები და აჩის ტრაკეთის მოკითხვა ჩემგან. კარგი ხალხი არიან და კარგ საქმეს აკეთებენ მაგ ამბავში, მაინც ვფიქრობ, რომ ის იყო ყველაზე კაი. აღარ არის ალბათ. არ არის საბოლოოდ აღარ არის, იმიტომ რომ რამდენი გავიარე ვერ ვნახე. ან შეიძლება მე ვერ ვიპოვე. აი ეგ არის ხოლმე ძალიან სამწუხარო. თუ სადმე ხარ ხალხო, ვინც მან ან ნამყოფი ხარ თან. ხო, დაგვიწერეთ კომენტარებში. ხო, ამასაკეთ გოდიში არ დამავიწყდეს ის მინდა რა ქვია, ამის უმავიწყდება ხოლმე და არხი რო გამოიწეროთ, იმიტომ რომ გვჭირდება 10000 ასვლა და ცოტა მეცეც რა და გაგვიხარდება ხო რა სამობდი. ეგ კარგი ადგილები რო იხურება ხოლმე ძალიან გული მწყდება. კი და სხვათა შორის პანდემია. ხო, ან პანდემიამაც აი ბოლოს რაც მახსენდება, სენდვიჩ ბარი თუ იცი. აი დაიკეტა სამწუხარო და ერთად ძალიან კაი სენდვიჩები ქონდა, ერთი ვიეტნამური სენდვიჩი იყო ძალიან კაი. ეს Korean gangster კონდეთ კიდე ძალიან კაი. აი ობიექტივად დაიხურა ძალიან მეწყინა. სიმართლე რა ვთქვათ. ოკეი, კაი, ცუდებზე გავაგზავნოთ. ცუდებზე გავაგზავნოთ კი. რა იმაში წავიდე, გავიხსენოთ ცუდი რა მაქვს ნაჭამი. მოდი სანამ შენ გაიხსენე. მე ცოტა კიდე ჩავაჭერ მაგაში რა. და ვიტყვი იმას, რომ რესტორანი და ჰორეკა სექტორი ზოგადად არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი, როდესაც ტურისტი შემოდის ქვეყანაში და მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ შემთხვევაში რომელ ტურისტია საუბარი რა, ანუ ქვეყნებიდან გამომდინარე ვამბობ, იმიტომ რომ ტურისტი ტურისტია და ტურისტი არის ინფორმაციის გადამტანი სუბიექტი, ინდივიდი, რომელსაც გადააქვს სხვადასხვა ადამიანთან ეს ინფორმაცია და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგსაც უნდა ვიღებდეთ რა. იქიდან იმ გარემოებიდან გამომდინარე რა გარემოებსაც ჩვენ აქ ვახვედრებთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის და არ მხოლოდ სახელმწიფოსთვის, ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული უნდა იყოს ამ ჰორეკა სექტორის მიმართულებით, გასტრონომიის მიმართულებით ის ლოკაციები და ადგილები, მათ შორის ის ძველი თბილისი, სადაც ყველაზე ცუდი რაღაცა ხდება რა და ყველაზე უხარისხოობა ხდება. რაზეც წეგან შენ საუბრობდი რა და თარაც ოპოზიციონერებს როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოს კონე. კი და ჩემი აზრი იქნება და ალბათ ამეთახმები მაგ ამბავში, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც ეგ არის, რომ ჩვენ არ ვაკონტროლებთ, ხო, და ვერ ვაკონტროლებთ რა და ამ ხარისხის კონტროლის ორგანოც არ არსებობს რეალურად ქვეყანაში, რომ უბრალოდ შემოვიდეს და ხო, შეგიმოწმოს რა და მე ვფიქრობ ეგეთ რაღაცას, რომ რამე კერძო კომპანია შევქმნათ მე და შენ. დავიმატოთ კიდე რამოდენიმე ადამიანი, ვისაც ჩვენაირად უყვარს კულინარია და თან ესმისას თავარია და ხვდება რა უნდა იყოს და რაღაცა ხარისხის ის კი არ ვიყოთ მადონა კოიძე და რა ქვია იმ ქალბატონს არ მახსოვს მე მოვაპატიეთ, მაგრამ ეგენი ცოტა სხვა მიმართულებით არიან და რასაც აკეთებენ, კარგს აკეთებენ სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს ეგ ადამიანები, რომ ეს შორიდან არც ეც არ ვიცი პირადად.
თუმცა ვიყოთ ის ხარისხის მაკონტროლებლები, რომლებიც გემოს გასინჯავენ და გემოს შეაფასებენ რა, რაც მაგაზე. იდეალურია. და თან გადავიღოთ. ხო. YouTube-ისთვის იდეალურია. ეგ არის, ჩაინიშნე. ხო. გავაგზავნოთ ცუდი ობიექტები გავაგზავნოთ. ცუდი სასტუმროებიც ხო გვაქვს? ძალიან. აი სასტუმროებშიც ეგ მომენტები გვაქვს ხოლმე, მომსახურება ძალიან ცუდი არის. ერთი რაც მახსენდება, გუდაურში ვიყავი იანვარში და ისეთი საშინელი ბრექვესტი იყო სასტუმროში, არ მახსოვს ამ სასტუმროს რა ქვია. რომ აი ვერაფერი ვერ ჭამე რა, ნუ აი პურიც კი რო ცუდი იყო და ძველი იყო რაღაც, აი კარაქიანი პურიც რომ გეტყვა. ის უდიდესი პრობლემაა რა, თაში. აი ხო ტურისტულ პერიოდებში ძალიან იკლებს ხოლმე ხარისხი, ისეც არ ყვავის ახლა გუდაურში დიდად საერთოდ. ხო და მე მგონი აი მექანიზმიც იმის არაზე წერა საუბრობთ ეგ იქნება რომ აუდგეთ და ვთქვათ რომ ეს ცუდია რა, მე რომ შენ ამას დასულ ჭიქას მაწვდი წყალს და პირობითად არ ვიცი ვიღაცის ტუჩსაცხი აქვს ეთყობა და არ გავს გარეცხილი ხო ეს ცუდია და ამაზე უნდა ვთქვა რომ ცუდია და ეს არ ტეხავს და შენ ბიჭო მე რატომ მეუნები ამას რაღაც დამოკიდებულება რო ვაქვთ ხოლმე რა ანუ არ არის არ შეიძლება ხო განვითარდეთ ცოტა და წავიდეთ წინ კი მე მგონია რომ ეგ ყველაფერი ჩვენ რო ვთქვათ და ვაღიაროთ პირველ რიგში ჩვენივე შეცდომები შეიძლება მეც დამიშვია რამე შეცდომა შეიძლება შენს დაგიშვია შენივე პროფესიულ ჭრილში რაღაც მაგრამ თავარია აღიარო ეს ყველაფერი და თავარია რომ ამისკენ მე ამის გამოსწორებისკენ წახვიდე და რაღაც გზა გაიყვალო რა. თუმცა ჩვენ ახლა იმ მომენტში შევდივართ უკვე რომ და შესულები ვართ სამწუხაროდ ძალიან სიღრმეში რომ სერიოზული სამუშაო გვაქვს ყველაფერზე საერთოდ რა სერვისი იქნება, მიწოდება იქნება პროდუქციის რაღაც მომენტში მიხვეწებით, აი რო შევავდა რომ 5 და 10 წლის წინანდელი სიტუაცია ბევრად შეიცვალა. რაც გამოსიბოდეს მივიღეთ, მაგრამ მაინც ეს ტემპი იმდენად ნელი არის, რომ რაღაცა კიდე 10 წელი გჭირდება თუ რაღაც, აი კითხონ დავსვათ. აი ცუდი რაღაცები რომ გავაგზავნოთ, Burger King-ი არის საშინელება საქართველოში. აი ევროპაში ეს არ მიჭამე წლებია. ხა აი და ვიცი მიზეზი რადგანაც არის ცუდი. აი გერმანიაში რო ცხოვრობდი, იქ მაგდონალდს არ ჭამდი ხოლმე Burger King-ს, იმიტომ რომ ბევრად კარგი იყო. მაგრამ აქ არის აი კატასტროფა. აქ შემოაქვს თურქულ კომპანიას, თურქული Burger King-ი და აი მაგიტო საერთოდ არ შეიძლება მაგის ჭამა. მე მგონი უნდა იკრძალოს საერთოდ. ანუ Burger King-ის ყველა პროდუქცია რაც არსებობს, კიტრიც რო იყოს, თურქეთიდან შემოდის ყველაფერი, ხო? აი McDonald's-ი ჩამოდის გერმანიიდან, ძირითადი რაღაცები. მაგრამ ესენი არის თურქულ ბაზარზე და ძალიან კატასტროფა. სხვათა შორის McDonald's-ი არის საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ხარისხის fast food-ი, რომელიც არის შეუქმნიათ, ხო? რომელიც გახსნის დღიდან იმ გემოზე ზის და ოთ რესტორნის იმაში არის რა შკალაში შედის ფლატ fast food-ობს არ fast food-ობს საქართველოში როგორც უყვართ McDonald's-ი ეგრე არც არ უყვართ ალბათ ეგ მგონია ეგიც ის ბრალია ეგ იმის ბრალია რომ არაფერი არ იყო რა ამ ქვეყანაში და შემოჭონია მოგცა ემოცია რაღაც სიყვარული და ყოველდღიური ნოსტალგიაც კი მოგცა იმისა რომ აი შეხვიდე McDonald's-ში და ჭამო რა და რაღაც ყველას გვაქვს ფოტო რუსთაველზე ის რო იჭრა რა ქვია მაგას დონალდი თუ რაღაც ხო არ მახსოვს სახელი მაგრამ ხო ყველას გადავუღია ფოტო და მეცმოს მათ შორის ეგრე ხო მაგდონალდსი კარგი მოვლენა არის ჩვენთან თუმცა KFC-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები მაგალითად ბოლო პერიოდში იმდენად იშვიათად ჭამ ხოლმე რომ არ ვიცი ის ისინი არ გიჭამია ეგენი ნახე კი ან თელიემები იყო და აი ეს სტანდარტს რო ვერიჭერ ალბათ ეგ ძალიან ცუდია ხოლმე მაგრამ KFC-ის პრობლემა ალბათ ის არის ყველაზე დიდი რომ ძალიან მშრალია ხოლმე მაგათი საჭმელი აი ქათმის ნაგეცებს რაღაც ვჭამ არ უნდა იყოს მშრალია თან როცა ხორცი გაქვს და არა გატარებული ფარში რაღაც მგონია რომ KFC ვაფშე არ არის კარგი დიდად ხო, ну fast food-ებში ჯანმრთელობაში არ მაინდა მას, აი არ იქნება და არ გამოდის რა. ეგ ამბავია და სავარაუდოდ კიდე ბევრად იმუშავებდა მამეთ კაცი, მაგრამ ну ახლა KFC სტილია და KFC-ს არც აინტერესებს თავისი პროდუქცია, ისე იყიდება რომ მიდი რა. კარგად აქვს საქმე. ბოლო ცუდი რო თქვა, არა ისე ვენდის ფლიანად არ ვიტყვი რომ ცუდია, იმიტომ რომ აქვს კაი რაღაცეები. თუნდაც ყველა საორალი ყველა соуსი. მაგრამ ვენდის აქვს ძალიან ცუდი პიცების მიმართულება. ერთხელ ჭამე და მე თქვი, ოკეი, მაგის მე აღარ. და ამით დავხუროთ ცუდი რესტორანი. კაი, და გადავიდეთ მაშინ top 5 საუკეთესო რესტორანზე. შენი აზრით. ოკეი, აქ სხვადასხვა კატეგორიებს ავარჩევ. აი ძალიან მიყვარს სალობიებია რუსთაველზე.
აი ძალიან კარგი გარემოა, ან ლობიანი საჭმელი ყველაფერი კაია, მომსახურება აქვს თქო მე ძალიან საყვარელი. პომიდრის სალათა თუ ვინმე მიხვალთ, აუცილებლად გასინჯეთ, რაღაცნაირი საოცარი პომიდრის სალათა აქვს. ბურგერებიდან ჩემთვის ალბათ ყველაზე კაი არის სმეში. აი რაღაც კონკურენტო არა. ეხთან აპდეიტებიც ჩავართეს და საკმაოდ კარგი არომატები აქვს. დაფნაც ჩავსვათ, რომ გვიყვარს, ვაფასებთ. დაგჭო კიდე 2. მოვიფიქრე. თუ დაფნა არის ხინკლის მიმართულებაში საუბრობთ. მიმართულებაში ძალიან კაია. თორე როგორც ქართულ ავთენტურ კერძებში მე მგონი რომ აი ამას დაფნა არ არის რა. აი მაგაში ძალიან მომწონდა ხოლმე ტაბლა. ჭაჭოძე რო იყო. არ ვიცი მაგ ფილიალი აქვს თუ არა კიდე სადმე, მაგრამ ხა მან დავდიოდი ხოლმე და აი კარგი ხარისხი ჰქონდათ და სულ აი რაღაც ტურისტი თუ მიყავს ყველაფერი რო აჭამო ერთად ერთ სივრცეში, მე მგონია რომ ძალიან კაი სპეისი არის. ჩავსვათ პაცა, why not? იმიტომ რომ პიცა რო გვინდა პირველი გახსენდება პაცა და დაგვრჩა 1. ხო, იდეაში გავსდეთ, მაგრამ ხო 1 ვთქვათ რამე, მოდი როგორ რაღაცა ვთქვათ, 1 ბონუსად ვთქვათ, დიდი რესტორნები რა, ანუ ბელიაშვილს ჩავუყვეთ და ავარჩიოთ ერთი საუკეთესო რესტორანი. მე არ ვიცი მანდ ეგ რესტორნები. ან იმდენად ან წისქვილი უნდა თქვა, ან ეთნოგრაფია, არ მარტო ეგ ორი არის, რომელიღაცა იყოს, იმიტომ რომ რომელიც ეთნოგრაფს უკეთესი ის აქ რა ქვია. გარემო ხო. ეგა. მაგრამ სტანდარტი მე მგონი 2 შედეგივე აქვს. ჩემი აზრით. და რა თქმა უნდა ეხლა უნდა თქვა რომ მადლობა Echo Chambers იმისთვის რომ ეს სივრცე დაგვეთმა გამოგვიყო გვითმენს გველოდება როდის მოურჩები ჩვენს პოდკასტს შოთას მადლობა შოთას ლევანს მადლობა ძალიან კარგი ბიჭები არიან კიდევ ერთხელ გეტყვით რომ თუ გინდათ რომ პოდკასტი ჩაწეროთ ისაუბროთ არაერთ თემაზე რაც გინდათ ის თქვით არავინ არ უზღუდავთ თანაც კარგ ხარისხში გადაგიღოს და დაგახვედროს იდეალური სივრცე თან მოარგოს ისე როგორც შენ გინდა ფერებით და დიზაინით და ასე შემდეგ უნდა მოხვიდე აქ Echo Chambers-ში და ამას ამოვანათებთ მე აუცილებლად. მადლობა შენ სტუმრობისთვის კიო. იმედი მაქვს რომ ის ჩვენი რაღაცა რაც პატარა იდეები წამოვიდა ჩანასახად განხორციელდება და იქნება, იმიტომ რომ როგორც წესი მე დაცდილ იმას რომ ჩვენთან კიჩემბროს ეგრე ხდება რა, რამდენი კამერისი რამე გვითქვამს პირობა, აუცილებლად ხო ყოფილა და რაღაც პროექტში გადასულა და იმ პროექტს მე სერიოზულ სახეს მიცემია. მე ყოველთვის მზად ვარ მაგისთვის. მოდი ახლა შენ ბოლო კითხვას დაგისვამ თემას გეტყვი რომ მინდა რომ დაუტოვო კითხვა შემდეგ სტუმარს რა. მნიშვნელობა არ აქვს თემატიკას, რაზე იქნება. მოდი რადგან საჭმელების ნაწილი გვაქვს იყოს რა არის შენთვის სამზარეულოში red flag-ი. ესეთი კითხვას დავუტოვებ და ნახოთ რას გვიპასუხებს შემდეგი. სტუმარი. ჩავიწერთ თან ესე რა. არ დამოვიწეს მე შევიყვანო. მადლობა ძალიან დიდი. მოწვევისთვის წარმატებები. ადიოს. გემრიელობებში გისურვებ ცხოვრებას, თავარია და კარგი რესტორანი. ჭამასმებში და თეილების გარეშე. კი, გაიხარე, კარგად, ძალიან დიდი მადლობა და გამოიწერეთ არხი. დაგვიწერეთ კომენტარი. თემაც მათ შორის, კარგი იქნება რომ გითხრათ, რა იქნება თქვენთვის სასურველი თემა, რადგან შეიძლება რომ ვისაუბროთ. და ამას გავითვალისწინებთ რა თქმა უნდა და მოვიწოთ იმ შესაბამისი თემის მცოდნე ადამიანს, რომელსაც ეს თემა ეხება.